საღამო მშვიდობისა, თქვენ უყურებთ დისკუსიას აქტუალურ თემაზე. მე მაკაცინცაძე ვარ. ნაციონალურ მოძრაობასა და ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირება გრძელდება. ლიდერთა განცხადებები პარტიის შიგნით არსებულ მზარდ კრიზისს თვალსაჩინოს ხდის. ციხიდან მიხეილ სააკაშვილის დირექტივები და სურვილები ისეთი სისწრაფით მოდის, რომ მისი თანამოაზრეების შესრულებას განსხვავებული აზრის მქონენი კრიტიკასაც ვერ ასწრებენ. ყველა წერილის მთავარი სათქმელი მისი პირადი დამსახურებები, პოლიტიკური რეიტინგი, ღვაწლი და როლია, შემდეგ სხვა დანარჩენი. ეს კიდევ ერთხელ მაშინ გამოჩნდა, როცა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე მის მიერვე წარდგენილის ნათქვამი ისე ეწყინა, რომ თავი ნელსონ მანდელასაც კი შეადარა. რამდენიმე ჯგუფი ბრძოლა თანამდებობებისთვის, პარტიის გარეთ ვერ შემდგარი რევოლუცია პარტიის შიგნით და ორ ხელისუფლებიანობა ნაციონალურ მოძრაობაში, რომელსაც ოპოზიციური ალიანსიდან კარისკენ არაერთხელ მიუთითეს. სააკაშვილის პარტიაში დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი ლევან ხაბეიშვილის თანხმობის 5+1 პუნქტიანი გეგმა და შეცვლილი რიტორიკა გახდა, რომელიც აქცენტს ოჯახურ ხირებულებებზე, უფლის სიყვარულზე, ეკლესიის როლის ზრდაზე, ქვეყანაში ემიგრაციის გამკაცრებაზე და ოკუპანტ რუსეთთან რაციონალური სახელმწიფოებრივი პოლიტიკის წარმოებაზე აკეთებს. ჩამონათვალს კი ასე იწყებს: საქართველოში არასდროს იქნება ერთსქესიანთა ქორწინება. რა გახდა ნაციონალური მოძრაობის ფერისცვალების მცდელობის მოტივი და რატომ გააქტუალურდა ყოფილი მმართველი გუნდის წარმომადგენლებისთვის ქართული ოცნების პოლიტიკური პრიორიტეტები? რა პროცესები მიმდინარეობს ოპოზიციურ ველზე და რას თავაზობენ ის პარტიები ამ მომრჩევლებს, რომლებიც არც ალიანსში არიან და ხელისუფლების შეცვლისთვის არც რევოლუციურ მისწრაფებებს იზიარებენ? როგორი იქნება მომდევნო არჩევნები საქართველოში, მაშინ როცა ოპოზიციის დიდი ნაწილი საარჩევნო გეგმის ნაცვლად დაპირისპირებაზე ორიენტირებული? ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან: პარტია ერთიანი ნეიტრალური საქართველოს პოლიტიკური მდივანი ბიძინა გიორგობიანი, პარტია კონსერვატორები საქართველოსთვის თავმჯდომარე ზურაბ მახარაძე, პარტია გირჩის თავმჯდომარე იაგო ხვიჩა და პოლიტიკოსი ცოტნე კობერიძე. ბატონებო, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში იმისთვის, რომ დაგვითმეთ დრო და ხართ ჩვენთან სტუდიაში სტუმრად. ბატონო ბიძინა, თქვენგან დავიწყებ. უკვე ერთ თვეზე მეტია დაპირისპირებას უყურებთ ზოგადად ოპოზიციურ ფლანგზე და განსაკუთრებით ნაციონალურ მოძრაობაში. ეს ძალიან ცხადი გახდა და ცხადი ხდება მათი ლიდერების განცხადებების ფონზე. როგორ ფიქრობთ, რა დარჩა იმ ერთობიდან, რომელიც როგორც თავად ამბობენ ხელისუფლების ცვლილების მიზნით ჩამოაყალიბეს, როდესაც ალიანსი და ნაციონალურ მოძრაობის ურთიერთობაზეა საუბარი და პერსპექტივაზე? გამარჯობა. ოპოზიციის პრობლემა არც ხელისუფლების სიძლიერეა და არ არის მთავარი პრობლემა მათთვის ლიდერთა დეფიციტი, რომელიც მათ გააჩნიათ რეალურად. ოპოზიციის მთავარი პრობლემა იმ ოპოზიციის, რომელიც რევოლუციაზე იყო ორიენტირებული და რჩება რევოლუციაზე ორიენტირებულად, მათი მთავარი პრობლემა ეს არის ნდობის არქონა და ამ ნდობის არქონას გააჩნია თავისი მიზეზი. მათი წარსული, პოლიტიკური წარსული არის ძალიან მძიმე დანაშაულებით სავსე და მაყურებელმა იცის და თქვენთვისაც კარგადაა ცნობილი, რომ საკონსტიტუციო სარჩელია შეტანილი ნაციონალური მოძრაობის და კიდევ მათგან გამოყოფილი რამოდენიმე პარტიის წინააღმდეგ. შესაბამისად, მათ არ გააჩნიათ ნდობა თავისი პოლიტიკური წარსულის გამო, მათ არ გააჩნიათ საკუთარი დღისესრიგი, მათ არ გააჩნიათ რაიმე ალტერნატივა პროექტი, პოლიტიკური პროექტი, ან ეკონომიკური პროექტი, რომ საზოგადოება შესთავაზონ სიახლე და ცხოვრობენ რაღაც ძველი იმის რევანშით. უნდათ ხელისუფლების ნებისმიერი მეთოდით დაბრუნება და ეს ნებისმიერი მეთოდი ჩვენ ნახეთ, როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ უკანასკნელ 4 წლის განმავლობაში იქ 5 რევოლუციის მცდელობა იყო საქართველოში, შეიძლება რომ უფრო კარგად თუ დავთვლით, შეიძლება მეტიც იყო, იმიტომ რომ ეს მიმდინარეობს პერმანენტულად. ანუ პერმანენტული რევოლუციის ტროცკისტული თეორია მათთვის არის აბსოლუტურად ორგანული და შესაბამისად საზოგადოება მათ არენდობა და ეს რო არენდობა საზოგადოება მათ არ აქვს საზოგადოებასთან კონტაქტი, რაიმე კომუნიკაცია და გონიათ რომ ეს შიდა რაღაც გადაადგილებები ერთი თავმჯდომარის გათავისუფლება ციხიდან მოიწერება ადამიანი რომელიც რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა დატოვა და მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ის ყოველგვარი ყრილობის და ყოველგვარი რაღაც არჩევნების, შიდა არჩევნების გარეშე ცვლის თავმჯდომარეებს და უკვე ამ ადამიანები ამას უყურებენ, რომ როგორ იქცევიან ისინი პარტიის შიგნით და რას უზავენ ისინი სახელმწიფოს, თუ კი ისინი ოდესმე მოახდენენ იმ რევოლუციას, რომელსაც ისინი ეს ცდილობენ რომ მოახდინო, რას უზავენ მერე ქვეყანას. ყველაფერს აქვს თავისი შედეგები და ეს შედეგები დადგა სახეზე, რომ ისინი არიან ღრმა კრიზისში და ფაქტიურად ეს პარტია
ალბათ მანამდე ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო გამოიტანს თავის განაჩენს, შეიძლება ეს პარტია კიდევ რამოდენიმე ნაწილად დაიყოს კიდევაც. არ არის გამორიცხული და მე უფრო ამას უყურებ, რომ ესეც იქნება. აი ეს არის ჩემი შეფასება ჩვენი პოლიტიკური პარტიის ხედვით, საერთოდ ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, რომ ამ პარტიაზე და ამ ადამიანებზე ისევ დღეს აქტუალურია ლაპარაკი და ისევ დღეს აქტუალურია და დღესაც რიგშია ეს მაშინ, როდესაც საქართველოსშიც და საქართველოს გარშემოც უამრავი ისეთი სერიოზული პრობლემაა და ისეთი ბევრი საკითხებია, რომლებიც ითხოვენ მართლა საზოგადოების მსჯელობას და არა ეს რაღაცა გაუთავებელი ეს პარტია, რომელიც უკვე აგერ 14 წლის თავზეც ვლაპარაკობთ ისევ ამ პარტიის შესახებ თუ რა მდგომარეობა შეგნით. აი ეს რაც მინდოდა რომ მეთქვა. კი ბატონო, გასაგებია ბატონო ზურაბ, ნაციონალურ მოძრაობაში განხეთქილების ერთ-ერთი მთავარ თემად იქცა ხაბეიშვილის 5+1 პუნქტიანი გეგმა და ამ დრომდე თუ ნაციონალური მოძრაობა LGBT თემს მხარს უჭერდა და არაერთი ვიდეო და კომენტარები იძებნება რა თქმა უნდა, თანამოაზრეებთან ერთად ამბობდა რომ საქართველო არის სექსუალური უმცირესობების ქვეყანა და რომ ერთსქესიანთა ქორწინებას მხარს დაუჭერდნენ, ამჯერად მათი სამოქმედო გეგმის ჩამონათვალი უფრო კონკრეტულად ხაბეიშვილის გეგმის ჩამონათვალი ასე იწყება პირობა რომ საქართველოში არასდროს იქნება ერთსქესიანთა ქორწინება, რადგან ოჯახი იყო არის და იქნება ქალისა და მამაკაცის ერთობა, ოკუპანტ რუსეთთან რაციონალური სახელმწიფოებრივი პოლიტიკა, უფლის სიყვარული, ქრისტეს მიერი სათნოება, სიკეთე, ტოლერანტობა, ასევე საუბარი არის ოჯახურ ღირებულებებზე, ეკლესიის როლის ზრდაზე, ქვეყანაში იმიგრაციის გამკაცრებაზე. ისეთი საბჭდილება მრჩება ერთგვარად, როდესაც ამ ჩამონათვალს და ამ გეგმას ვუყურებ, რომ ნაციონალები იდეოლოგიურად ემიჯნებიან, ასე ვთქვათ, ლიბერალურ ფრთას და თითქოს მიხვდნენ, რომ მათთვის მომგებიანი ასე პოზიციონირება არ არის და ცდილობენ, რომ აი კონსერვატორულ პლატფორმაზე გადმოეწყონ. როგორ ხედავთ თქვენ? რას ნიშნავს მათი ასე პოზიციონირება? ჩვენ როდესაც საერთოდ პოლიტიკური პარტია არ ვიყავით და უბრალოდ მედია პლატფორმა, მაშინ ეგეთი ხუმრობა გქონდა, რომ რაღაც პერიოდის მერე ყველა ეს პოლიტიკური პარტია ბოლოს ჩოხა ხალხს ჩაიცვავს და აქეთ ჩვენ დაგვიწყებს დამონათებას, რომ თავარი კონსერვატორები ჩვენ ვიყავითო და რაღაცა მაგისკენ მიდის უბრალოდ ხაბეიშვილს ვეტყოდი, რომ მის პარტიას LGBT მემორანდუმზე ხელი რო აქვს მოწერილი, მაგის დენონსაცია არ მოუხდენი, ამიტომ რასაც თვითონ წერს მაგ დოკუმენტთან რანაირად არის თანხმდრაში, მაგრამ ეგ იქით გავწიოთ. მოდი მე ვეცდები, რომ შინაარსობრივად ჩავშალოს სინამდვილეში რა პრობლემა არის, ხა? თლიანად ოპოზიციურ სპექტრში, მოდი აი როგორ შევხედოთ, ჩემი იდეოლოგიიდან კი არა, ანალიზი ვეცადოთ რა ხდება. საქართველოში პრობლემა იმაში არის, რომ ყველა ხელისუფლების ცვლილება არის რევოლუციური სცენარი. ზუსტად გამსახურდია შემთხვევაში 6 თვე იყოს ხელისუფლებაში, სამთავრობო სტრუქტურები ვერ ფორმირდა წესიერად, იარაღით დაამხეს. მერე შევარდნაძის ხელისუფლება იყო. მისი პარტია ყველაფერს წყვეტდა და ვერაფერს ვერ აბალანსებდა ოპოზიცია, მერე ჩამოაგდეს, მერე მიშას ხელისუფლებაში მისი პარტია წყვეტდა ყველაფერს, ვერაფერს ვერ აბალანსებდა ოპოზიცია და მისი, ანუ ეხლა თვითონ კი ამბობენ რომ რაღაცა წყნარად მოხდა ცვლილება, მაგრამ ანუ ვინც მონაწილეობდით მაგამოშთლა წყნარად არ იყო და ეხლაც ქართული ოცნებაც რასაც უნდა იმას წყვეტს და ოპოზიცია ვერაფერს ვერ აბალანსებს. რატო? ყოველთვის არის რევოლუციური სცენარი და კი ბატონო, აი რევოლუციურ სცენარზე ვილაპარაკოთ, ხო გავშალოთ. ამას საუბრობ იმის მიუხედავად, რომ ეგ შტერული სცენარი მგონია, მაგრამ მოდი ანალიზი გავაკეთოთ. არის სულ 3 ვარიანტი, რაც მე მომისმენია. ერთი ვარიანტი არის, რომ ქუჩაში ჩვენ რაღაცა ისეც დავატრიალებთ, ვარდების რევოლუცია 2-დან 0, რომ დაემხობა ხელისუფლება. მთელი რიგი მცდელობების მიუხედავად, ეგ რო არ გამოვიდა, ობიექტური ფაქტია. მეორე სცენარი არის, რომ არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა და მოუგებთ ოცნებას, რამდენჯერმე ცდელობა იყო, ეგ არ გამოვიდა. მესამე სცენარი, რომელსაც ახლა მიყვებიან, ეს არის, რომ უწყვეტი პროტესტის 500 რაღაცა დღე და დაასანქცირებს ამათ დასავლეთი და ამითი ჩამოიშლება. აქაც ფაქტია, რომ ეგ ეგრე არ ხდება. ანუ 3 სცენარიდან, რომელსაც რევოლუცია უნდა გამოეწვია, ობიექტურად არც ერთმა არ იმუშავა. და პრობლემა და კრიზისი პროდასავლური ოპოზიციის შიგნით დაიყვანება იქამდე, რომ ობიექტური რეალობა ეუბნებათ, რომ ყველა ის 3 სცენარი, რომლითაც ოპერირებდნენ
მრავალი წლის მანძილზე არც ერთი არ მუშაობს და რამე ალტერნატივა სამოქმედო გეგმაზე მაქვს ხა საუბარი, იმაზე არა, კაი ხალხია, ცუდი ხალხია და ჩემ დამოკიდებულება მაქვს, მე საერთოდ ვთვლი, რომ ნაციონალური მოძრაობა და ეს კოლექტიური კასტილებიანი კაცი არის ქართული ოცნების ყველაზე ძვირად ღირებული პოლიტიკური აქტივი, იმიტომ რომ ქართული ოცნება მანამდე იქნება ხელისუფლებაში, სანამ ეს ნარატივი არის რომ ნაცები არ მობრუნდნენ, ანუ ეს საფრთხობელას ფუნქციას ასრულებს და ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც გულწრფელად ეხა იქ დგას და რაღაც პროტესტში მონაწილეობს მაგანწყობით არის, სინამდვილეში უზრუნველყოფს, რომ ქართული ოცნება მე ეუბნება, რომ რავი, შეიძლება მე არ მოგწონდე, მაგრამ ალტერნატივა არის ეს და ეს არის ჩაკეტილი წრე. ამიტომ ეხა იმედია, რომ მე კიდე მექნება საშუალება იმისი ჩაშლის გამოსავალი რაშია, მაგრამ მარტივი დიაგნოზი რომ დავსვათ, ოპოზიციური სპექტრის 90%-ის პრობლემა იმაშია, რომ რაშიც გამოსავალს ხედავენ, იმდენჯერ არ იმუშავა, რომ ხალხიც მიხვდა უკვე, მათ შორის მათი მხარდამჭერებიც და უყურებენ და რავი, ხა 30-ჯერ რომ ეძახი და მეუბნები, რომ აი ამ დღეს იქნება გადამწყვეტი ბრძოლა და მივდივარ, დავდექით, მოусმინეთ, წავედით. უყურებს და ხო გასაგები არაფერი არ იქნება. ეგ გაფორმდა, დასავლეთის იმედი რო იყო, რომ აეხა შეიკრება მთელი ეს პროდასავლური ძალები და ისეც უზამენ ამას. ფაქტია, რომ ივანიშვილის პოლიციამ ამათი სახეებით მოწმინდა რამდენიმე წელია უკვე რუსთაველი და არავინ გარედან ისე არ აღშფოთდა, რომ რაღაცა კონკრეტული გაეკეთები ამათ გამო. ივანიშვილიც კი არ დაასანქცირეს, რაღაც ვიღაცას ხო ეგონა აქ რომ რაღაცა მადუროს ჩაატარებენ ახლა ამერიკელი მარინასები მოფრინდებიან და რაღაც სიგიჟეები იყო, ხო? იმდენად არ აინტერესებს პროდასავლური ფლანგი დასავლეთ საქართველოში, რომ სანქციებსაც ვერ იმეტებენ. ამიტომ ყველა ვარიანტი, რაც ჰქონდათ მათ გამარჯვების სქემის, იმდენად გაცვდა, რომ მათი პოლიტიკური აქტივიც კი უკვე მეცხრეჯერ რო ისმენს ამ სამი ვარიანტიდან ერთ-ერთს ეუბნება, რომ დამანებე რა თავი რა. აი ეგ არის დიაგნოზი. კი ბატონო, მაგრამ როდესაც თქვენ ამბობთ, რომ მაგალითად ხელისუფლების წარმომადგენლებს მართლ გუნდისთვის ხელსაყრელი არის და ისინი აცოცხლებენ ნაციონალურ მოძრაობას და არაერთხელ მოგვისმენია ეს ოპოზიციური ფლანგისგან. გულისხმობ ამ შემთხვევაში თქვენს გუნდს ხომ? რა უნდა გააკეთოს მაშინ მართლმა გუნდმა? აქ არის სარჩელი, არის უამრავი, თქვათ, იგივე თუნდაც კომისიის დასკვნა არსებობს და არსებობს ესა თუ ის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც იგივე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების მხრიდან ძალიან დიდი ბრალდებები მოდის მართველი გუნდის მისამართით. რა უნდა ქნას ქართულმა ოცნებამ, როდესაც მას კი საპირწონედ ოპოზიციურ ფლანგზე ყავს ნამდვილად ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც ალბათ საზოგადოების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ ხელისუფლებისთვის, თქვათ, ასეთი ოპოზიცია ნამდვილად მისაღები არის და ხელსაყრელია. ფაქტი ნომერი 1. ჩვენი ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის კობახიძის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის ლიდერს ხაბეიშვილს და მთავარ პროპაგანდისტს მელაძეს აფინანსებდა ქართული ოცნების გუნდის, ამჟამად უკვე ყოფილი, არ გითხრეს ვინ, მაგრამ წევრი. ანუ ის რომ პირდაპირ ფინანსურად იყო ეგ კლასტერი ოცნებაზე მიბმული, ეგ პრემიერ-მინისტრის განცხადება, ეგ ჩემი, ასე ვთქვათ, ინტერპრეტაციები მაგას არ ჭირდება. ეგ განცხადება ნომერი 1. მეორე, თქვენ რას თქვით, ეგ ამყარებს ჩემ არგუმენტს. 14 წელი გავიდა. კომისია შედგა, დასკვნა, დაწერა, სარჩელი შეიტანეს, მერე გამოიტანეს, რა მიზეზით გამოიტანეს სარჩელიცი? თურმე ბოკერიაც ნაცი ყოფილა, უიდე და როგორ დაგვავიწყდა, გამოვიტანოთ, თავიდან შევიტანოთ. ნუ კარგით, ხა ამას ჭირდება. თუ მართლა უნდა ქართულ ოცნებაში ვინმეს ნაცების აკრძალო, მაგას უბრალოდ ჭირდება პოლიტიკური ნება. აი მოდი გულწრფელად ვთქვათ რა, მართლა ეგ ნება რო არსებობდეს, საკონსტიტუციო სარჩელი დამთავრდებოდა რამდენიმე თვეში, რამდენიმე წლის წინ. მაგრამ ეს გაწელილი რო არის და კობახიძისგან რო ვისმენთ ეხლა განცხადებას, რომ ჩვენი ამოცანა 2028 წლისთვის დავასრულოთ ნაციონალური მოძრაობა,
ნუ გასაგებია, ისე 2028 წელს თუ მანამდე ვადამდელი არ იქნა გვექნება იგივე message box-ი, რომ ქართველო ერო ისე გავერთიანდეთ ერთად, რომ ნაცები არ მობრუნდნენ. ძალიან კომფორტულია. როდესაც, შენ არ გაქვს აუცილებლობა შენი თავი განავითარო, რაღაცები გამოასწორო, თუ შენი ალტერნატივა არის კასტილებიანი კაცი. ძალიან დიდი ფუფუნება არის ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის და ამიტომაც ინახავენ. ეს უბრალოდ ფაქტებია ჩვენებს ამას, მათ შორის ოცნების განცხადებიც. ინახავენ თუ სიცოცხლის უნარიანი აღმოჩნდა ნაციონალური მოძრაობა ზამზე ოდნავ მოგვიანებით და რატომ არ არის სივრცე მაგალითად ახალი ოპოზიციური პარტიებისთვის ოპოზიციურ სპექტრში ოდნავ მოგვიანებით აგიბრუნდებით ზურაბ. იაგო, ხომ არ გეგმავს როგორ ხედავთ ნაციონალური მოძრაობა ცალკე ცენტრის ჩამოყალიბებას, როგორ ფიქრობთ, თუნდაც იმ განცხადებების იგივე ხაბეიშვილის 5 თუ 6 პუნქტიანი გეგმის გათვალისწინებით და ნარატივის და პოზიციონირების შეცვლით. მე არ ვიცი აღარ გამოვდგები ნაცმოძრაობის ექსპერტად, მაგრამ ძალიან მარტივ ჩემ დაკვირვებას გეტყვით. ნაცმოძრაობა რომ მოვიდა ხელისუფლებაში, იყო კოალიცია. ისევე როგორც ქართული ოცნება რომ მოვიდა ხელისუფლებაში, იყო კოალიცია. როცა გახდა ხელისუფლება, მაშინ ჩამოყალიბდა ერთპიროვნული მმართველობა. ისევე როგორც ქართული ოცნების პირობებში ჩამოყალიბდა ერთპიროვნული მმართველობა. ერთპიროვნული მმართველობა, როცა ხელისუფლებაში ხარ პარტიის შიგნით, როგორც ჩანს მუშაობს და ჭრის და მიხეილ სააკაშვილი იყო ერთპიროვნული მმართველი, როგორც იყო ხელისუფლებაში. მერე წავიდა ხელისუფლებიდან. იმ ხალხმა, ვისთანაც ერთად იყო ხელისუფლებაში ერთპიროვნულ მმართველად, მოინდომა წინა სტატუს quo-ს აღდგენა, სანამ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდოდა, მაშინ რომ კოალიცია იყო, მეტნაკლებად თანასწორობის რაღაცა ზოგადი პრინციპების დაცვით. და ეს არ გამოვიდა, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილმა არ აღიარა, რომ ის ახლა ერთპიროვნული მმართველი არ არის. და იმ ხალხმა, ვინც მიშას ერთპიროვნულ მმართველობას ეგუებოდა ხელისუფლებაში რომ იყო, იმათმა არ აღიარეს, რომ მიხეილ სააკაშვილი ერთპიროვნული მმართველია. ამას მოყვა სხვადასხვა კონფლიქტები. მოგეხსენებათ ახლა თავის დროზე ბოკერიას ხალხი გამოიყო მიშას, მერე ვიღაცა გამოიყო. ყველას მოტივი ის ჰქონდა, რომ ჩვენ ახლა აღარ გვინდა მიშას დიქტატურა და ერთპიროვნული მმართველობა. მერე მიშამ ვინაიდან არ შეეგუა ერთპიროვნული მმართველობის დაკარგვას, ჯერ ყავდა მელია, მერე ხაბეიშვილი, მერე თინა ბოკუჩავა, ახლა ქალბატონი ნანუკა ჟორჟოლიანი. ეს ხელისუფლებაში როცა ხარ პრობლემა არ არის. ზუსტად ასე ხელისუფლებაში როცა იყო ქართული ოცნება, ბატონ ბიძინევანიშვილმა ჯერ დანიშნა ხარიბაშვილი, მერე დანიშნა კვირიკაშვილი, მერე ბახტაძე, მერე გახარია, მაგრამ ახლა რო წავიდეს ხელისუფლებიდან ქართული ოცნება და იგივე რო გააგრძელოს, რა თქვას, რომ იცი რა, აი თქვენ მე ზუსტად ისე მოხსნით და დაგნიშნავთ, როგორც ვაკეთებდი ხელისუფლების დროს. ხო, ვიღაცა გააპროტესტებს ამას და იტყვის, რომ არა, მე ახლა ცოტა მეტი უფლებები მინდა. ეს ხდება ჩემი აზრით ნაცმოძრაობაში. ან მიშა შესაბამისად, ან მიშა უნდა შეეგუოს იმას, რომ ერთპიროვნული მმართველი არ არის და ისწავლოს ან დაუბრუნდეს იმ ძველ ფესვებს, როცა ერთპიროვნული მმართველი არ იყო და მეტნაკლებად კოლეგიალური თანამშრომლობა ვიღაცასთან შეეძლო, თუნდაც მოტყუებას აპირებდეს, მაინც ეს უნდა ქნას. ან ის ხალხი, რომელიც მიშას ერთპიროვნული მმართველობის ქვეშ იყვნენ და მიშას როგორც ერთპიროვნულ მმართველს ეგუებოდნენ, ისევ შეეგუონ მიშას თორე ასე აი როგორიცაც არ შეგუება ამ სიტუაციის ერთის მხრივ მიშასგან, მეორეს მხრივ ამათგან იწევს აი ამ გაუგებრობას, რასაც ახლა ხედავთ ნაცმოძრაობის შიგნით. მე კიდე მინდა რომ რაღაცა ჩამოყალიბდეს. ნაცმოძრაობის შიგნით, იაგო, როდესაც საუბარი იმ სოფხედველობრივ თანხwebdrებზე, როდესაც არის საუბარი, იგივე თუნდაც ალიანსის სხვა წევრებთან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შორის. ფაქტი არის, რომ ბოლო პერიოდში იგივე ხაბეიშვილის პუნქტ ჩამონათვალს თუ გადავხედავთ, იქ საუბარი არის LGBT თემის, თქვათ, საკითხებზე და გვახსოვს პრეისტორია და განცხადებები მათი. უფალი და პატრიარქი წამოიწია სხვათა შორის სადღეგრძელოების საკითხმა, რომ თურმე საქართველოში მშვიდობის და პატრიარქის სადღეგრძელოებს ამბობენ და მშვიდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და აქვე აუცილებლად ის უნდა გავიხსენოთ, გვახსოვს ის ფრთიანი გამონათქვამი აბაომი გინდა და ერთი პერიოდი ესეთი აგდებული თემაც კი იყო ომის თემა, ხომ? როდესაც ქართული ოცნება შესაძლო კონფლიქტზე და ომზე საუბრობდა. ასე რომ აი ამ ტიპის ცვლილებები რამ განაპირობა, მოტივი რა არის, ინსპირაცია რა იყო, როგორ ფიქრობთ, ხომ არ ფიქრობთ, რომ ლიბერალურ ფრთას ჩამოშორებას ცდილობს ნაციონალური მოძრაობა და ხედავს, რომ დღეს ეს უკვე მომგებიანი ამომრჩეველთა ზრდის თვალსაზრისით არ არის. თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა თავდაპირველად ამ ინიციატივით. მაშინ ჯერ კიდევ უკრაინაში იმყოფებოდა და
მახსოვს რომ იქ პოკერია გვიტეხავდა სახელსო და კიდე ვიღაცეებიო. ძალიან სპეციფიკური წმინდა გიორგის ხატის ფონზე რო გამოვიდა და ეგრე ილაპარაკა. ეს ნარატივი ახალი არ არის ნაცმოძრაობაში. ეს ნარატივი მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის, ოღონდ ოპოზიციონერ მიხეილ სააკაშვილს უკვე და ახლა რატომ აიტაცა ეს ამ წუთას ხავეიშვილმა, მე ამასში ვერ გეტყვით. მე ვხედავ სხვა პრობლემას ნაცმოძრაობაში. მსგავსი განცხადებები გეთანხმებით მახსოვს თუნდაც იგივე პატრიარქთან მიმართებაში როგორი მონდომებით და რა განცხადებებსაც აკეთებდნენ არ გავიმეორებ ცხადია. თუ და შემდეგ მახსოვს პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ იგივე მიხეილ სააკაშვილის განცხადება თუ როგორ წუხდა. ხო და ზოგადად მიხეილ სააკაშვილს ახასიათებდა განსაკუთრებით ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ის რომ აი რაღაცა ამ ნარატივს როგორც ახლა ხაბეიშვილმა გააჟღერა ის უფრო ადრე აჟღერებდა. ამიტომ მე არ ვიცი მიხეილ სააკაშვილს აყვა ხაბეიშვილი რამე ახალია ნაცმოძრაობის შიგნით ახალს ვერ დავარქვი იმიტომ რომ მანამდე მიშა ამაზე ლაპარაკობდა დიდი ხნით ადრე. ახალი და პრობლემური რაც არის ის რომ ერთის მხრივ მიხეილ სააკაშვილს მის მიერ აი ერთი მე ნიშნავ შენ პარტიის თავმჯდომარედ. ასე დანიშნული ბევრი პარტიის თავმჯდომარეები ყავს, მაგრამ ცოტა ხანი გავა პარტიის თავმჯდომარებას, როცა დაინიშნებიან ეს ხალხი და მათ უკვე აღარ უნდათ მიშას ერთპიროვნული მმართველობის ქვეშ ცხოვრება. რაც შეიძლება ითქვას რაღაცნაირად უცნაურადაც ჩათვალო, იმიტომ რომ როცა ხელისუფლებაში იყო მიხეილ სააკაშვილი, არავის თავში მსგავსი აზრები არ მოსდიოდა. მაგრამ ახლა ვინაიდან ასეთი აზრები თავში მოსდით და მიხეილ სააკაშვილმა უკვე მერამდენი შეცდომა დაუშვა, ან ის თვითონ უნდა შეიცვალოს, თქვას რომ აღარ ვარ ერთპიროვნული მმართველიო და მართლა არ იყოს არ ვიცი თქვენ ჯერათ ამისი? თქვენ ჯერათ ამის? ნუ მე შეიძლება სკეპტიკური ვიყო, მე ხო არ ვარ მიხეილ სააკაშვილის თანაპარტიელი, მაგრამ ან ეს უნდა მოხდეს, ან ის ხალხი რომელიც მიხეილ სააკაშვილს აღიარებდა ერთდროს ბელადად ერთპიროვნულ მმართველად და მიშას გარეშე ნულები არიან შინაარსობრივად, იმ ხალხმა ისევ იგივე სიმღერები უნდა დაიწყოს, ისე უნდა მიუძღვრან მიხეილ სააკაშვილს ოდები და თქვან რომ შეგვეშალა მიშა, შენ რასაც იტყვი ისე იქნება და მაშინ პრობლემა მოგვარდება. ანუ სულ ეს ორი გამოსავალია. ან მიხეილ სააკაშვილი გამოსწორდეს, ან მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლები გამოსწორდნენ. და სხვა შემთხვევაში თუ არც ერთი არ გამოსწორდება. არის როგორ იცი რომ აი სხვა ჯგუფის სისხლი რო გადაუსხა ადამიანს, ორგანიზმი ხო რეაქციას აძლევს. აი ასეთი ტიპის რეაქცია ხდება ნაცმოძრაობაში და არ დამთავრდა ეს რეაქციები, იმიტომ რომ არც ერთი მხარე ვერ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სწორი სისხლი გადაუსხან პაციენტს. ხო და მე არ გულშემატკივრობ, რო გითხრათ რომ რომელიმე გულშემატკივრობ, ჩემი ერთი სული მაქვს, როგორ როდის გაძლიერდება ნაცმოძრაობა. ამაზე არ გულშემატკივრობ, მაგრამ მე მინდა რომ ნაცმოძრაობას და მიშას ისხმები, რომელიც წინა არჩევნებზე გვარამიამ წაართვა კოცების დახმარებით, ისხმები დაიბრუნოს, თავისი 20% რაც აქ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდეს და არ დააბნიოს დანარჩენი ოპოზიციური ამომრჩეველი. რომ თითქოს რაღაცა ალიანსის სხვა ვინმეა, თითქოს რაღაცა გვარამია ნაცი არ არის, ვიღაცა კიდე სხვები არ მინდა ხავსო შეიძლება ეწყინოს. იქ ვინც არის მოგროვილი. ნაცე პერსპექტივას რამდენად ხედავთ ამ დაპირისპირების პირობებს? იცით როგორ არის რომ აი საბოლოო ჯამში რაღაცით ხონდა მორჩეს ეს ბრძოლა. ბოლოს და ბოლოს ვიღაცამ ხონდა გაიმარჯვოს, ვიღაცა ხო ბრძოლის ველზე უნდა დაეცეს. და ამიტომ არჩევნებამდე კაიდროა დარჩენილი, იმედი მაქვს რომ ან მიშა გადარჩება და ან ისა რა ქვია მიშას მოღალატე ხალხის ერთობლიობა და ამ თვალსაზრისით გონია მიშა უფრო გადარჩება, იმიტომ რომ იმათ მიშას მოღალატეებს არანაირი სხვა იდეა მიშას ღალატის პროცესში არ შეუქმნიათ. ანუ მიშას ღალატობენ, მაგრამ შინაგანად იგივე უნდათ რაც მიშას და ანუ ამ შემთხვევაში რასაკვირველია, ანუ ყველას უნდა მოღალატეებს პარტიის შიგნით გულისხმობთ თუ ალიანსში? დიდი მნიშვნელობა მაგას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. პარტიის შიგნითაც არიან მიშას მოღალატეები და არა, პარტიის შიგნითაც არიან მიშას მოღალატეები და ალიანსი ხო მიშას მოღალატეთა გაერთიანება თავისთავად. რომელმაც აი მიშას ღალატის გარდა სხვა იდეის გენერირება ვერ მოახერხა. ზუსტად აი რაც მიშას უნდა, რომ მე ვარ ერთპიროვნული მმართველი, იგივე უნდა ალიანსის თითქმის ყველა ლიდერს ინდივიდუალურად. ხო და ეს ხო არ არის რამე ახალის ძიება შინაარსობრივად. და ამიტომ მე ამ რაღაცაში გულშემატკივრობ იმას, რომ მიშამ გააქროს მისი მოღალატეები პოლიტიკური ველიდან, ზოგადად ეს მოშორდეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. ის 20% რაც მიშას არ შორდება, ყველაფრის მეტი რაქნას მიშამ როგორ მოიშოროს ეს ხალხი, მაგრამ არც შორდებიან. ამიტომაც ზის ციხეში, ანუ მიშას ახლა 5% რო უჭერდეს ხარს 20-ის ნაცვლად, ვის უნდა და მიშას ციხეში დომა გამოვუშვებდნენ გარეთ, მაგრამ მიშასთვის საუბედუროდ მას დაახლოებით 20%-მდე მხარდამჭერი ყავს და ამ 20%-იანი მხარდამჭერის გაძარცვით არის დაკავებული მისი ყოფილი თანამებრძოლები. რაც თავისთავად ძალიან ცუდი შესახედია და რომც არ იყო მიშას გულშემატკივარი, მაინც მას გულშემატკივრობ, იმიტომ რომ აი ესენი საერთოდ ვის დაკარგვიან. ცოტნე
როგორ ფიქრობთ, რატომ ცდილობს კონსერვატორულ პლატფორმაზე გადმოპორტირებას ნაციონალური მოძრაობა? ჯერ იმით დავიწყოთ, რომ როცა აღარ არსებობს საპრეზიდენტო არჩევნები, ძალიან დიდი დრო ხდება ხოლმე, როცა ესეთი პოლიტიკური არდადეგებია და ამ დროს მერე იწყება ზირთად შლის პროცესი, როცა მაინც არჩევნო კამპანია, არსებობს რესურსები, ადამიანს დაპირდებიან სიაში ყოფნას, ან რაღაცა რესურსი იქნება, ზოგადად არჩევნებია, ივენთია და ეს მაინც შეკურას იწვევს ხოლმე და მერე ზირთად მიმდინარეობს შლა. ეხლა მოკვდა ყველანაირი იმედი, რომ ადამიანელი არჩევნები იქნება, ჩემი აზრით, იმის ექით კონსტიტუციის ჩანიშნული არჩევნები არ არის 2020-მდე და ეს პოლიტიკისთვის ზედმეტად დიდი დროა განსაკუთრებით თუ ინსტიტუციურად წარმოდგენილი არ ხარ ან პარლამენტში, სადაც მიმდინარედ მოახერხებ არსებობას. ამიტომ მე გაჩნდა ესეთი ტიპის საკითხები, ახლა ზუსტად ეს ბოლო 3 თვეა, რაც მიდის რომ ჩემი ოქრო ჩემთან ყველას უნდა ვინც გრძნობს რაღაცა ტიპის პოტენციალს რომ მას გააჩნია ეს დაიბრუნოს. ამიტომ მიდის ახლა ფიქრი იმ ხმებზე, რაცაც ფიქრობს ნაციონალური მოძრაობა რომ მას წაერთვა და გაეყო და ამიტომ იყო თავარი დებატი მიშასა და ნიკამელიას შორის. ნიკამელიაც და მიშაც გრძნობენ რომ მხოლოდ მათ აქვთ რაღაცა პირადი რაღაცა ტიპის რესურსი რომ რამე 2028 არჩევნებამდე დაიწყო ყველა ყურება რომ იქ გააცოცხლებს თავის რესურსს. ამიტომ დაიწყეს ერთმანეთში ეს გადანაწილება სხვა ყველას განიხილავენ როგორც პარაზიტს და უნდა რომ ეს პარაზიტები რაღაცნაირად გაარკვიონ, ჩამოიხსნან ერთმანეთში კამათით, უბრალოდ ერთმანეთთან ზღვარს გადებენ ვინც ადმინის და ნაციონალურ მოძრაობას გარდა ამისა ახალთა მიმართებაში აქ განცდა რომ მის ხმების გაზიარება მოხდა ქართულ ოსტანთან მიმართებაში და რეგიონებში ქართულ მოსწრება მასმები წარდო, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა იყო დიდი პარტია, რომელსაც ზოგი ხალხს უჭერს, იმიტომ რომ სტატუს კოს ცვლილებას აძლევს ხმას და ამიტომ აძლევდა ხმას, მაგრამ იდეოლოგიურად აღირებულებითაც დიდწილად რაც საქართველოში ჩემი აზრით პოპულისტურია, ბევრ ადამიანს მოწონს, ერთად იმას იზიარებს და ამ ნაწილშიც მათი აზრით კვეთა აქვთ ქართულ ოცნების ხმესთან, რომელთაც გაიძარცვენ ისინი, წაერთოთ ესეთი ხმები და რაღაცნაირად მისი დაბრუნების ცდილობა არის, რომ იმის გამო რომ ჩვენ დიდხანს გვიწევდა თქვა რაღაც არჩევნო პერიოდი იყო გათვალისწინება სხვა ოპოზიციური პარტიების და იმ იდეოლოგიური ხაზის რაც აქამდე არსებობდა, რაც უფრო მეტად თანამედროვე ლიბერალური იყო. ეხლა ამისგან გადახვევა უნდა რომ ჩვენ ღირებულებით ამით განსხვავდებით და წავიკითხეთ იდეები, რაც ჩვეულებრივ ქართულ ოცნებას კონსტიტუციაში აქვს ჩაწერილი ქალისა და მამაკაცის ერთობაზე და ერთსქესიანზე რო საუბრობდნენ, მართლა საკითხი რო აინტერესებთ, ეცოდინებოდათ რომ ყველა ადამიანს ერთი სქესი აქვს და ეგ ერთნაირ სქესიანთა ქორწილზე წუხან სინამდვილეში, მაგრამ ეგ წუხილები სინამდვილეში ბუნებითად არ არსებობს. ეხლა უბრალოდ ისეთი ისმინდის ერთმანეთში დაპირისპირება, რომ მე ვიღაცა პიროვნულად არ მომწონზე მირჩენია, ჩემი манифеסטי გამოიდოს, მე ამ პარტიებში ერთმანეთში დაპირისპირება ამ ფორმით გადაიტანოს, რომ ვიღაცას იმიტომ კი არ მოუწონა, რომ კონკრეტული სახელი და გვარი მაქვს, იმიტომ რომ აგერენ დავწერე მე ჩემი ღირებულებები. აბა პარტიაში ვის მოწონს ან არ მოწონს. ძალიან კაი იქნებოდა რომ ეს საკითხები არ განიხილებოდეს, თქვა ახალს არ აინტერესებდეს, მაგრამ ჭირს როცა პოლიტიკაში ხარ, იმიტომ რომ არც ერთი პარტია ვერ ასხილებს რომ მე დამოუკიდებლად შევცვლი ქართულ ოცნებას. მე ამიტომ მე თუ გინდა რომ არჩევნებზე ასხილებდე რომ შენ კი არ ხარ უბრალოდ ხო რაღაც იდეოლოგიის კონდე პარტია, არამედ სტატუს კოს ცვლილება გინდა, მე გიწევ გაითვალისწინო სხვა პარტიები, იმიტომ რომ მიდის საუბარი მუდმივ კოალიციურ ხელისუფლებაზე, კოალიციურ მმართველობაზე. თვით მიზნურათაც კი გამოცხადა რომ კოალიცია ზოგადად კარგი, ანუ მე კი არ მომცეთ ხმა უმრავლესობამ, არა მე არ ვინდობ, მე კიდე სხვამ დამაბალანსოს და ეს თემა შემოვიდა და წლების განმავლობაში გიწევს საუბარი როგორც პოტენციურ პარტნიორზე ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში. ამიტომ მთელი ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი, ვისაც მისი იდეოლოგიური ყარი ჩარჩო არ აქვს და მაინც და მაინც სტატუს კოს ცვლილება არ არის თავარი, ყველას უწევს ამაზე საუბარი. მე პირადადაც ამ წლების განმავლობაში მიტომ მიწევდა მეტიანის მოჩლებქვა მეტი საუბარი, რომ რაღაცნაირად იდეოლოგიური პოლიტიკის მერე გადავედი, რომ სტატუს კოს ცვლილება მინდოდა და სტატუს კოს ცვლილებაზე რო დავდებსონი, მომიწია მათთან ერთად პოლიტიკაში ღრმად მეტი ყოფნა. უბრალოდ მე აღმოაჩინე, რომ თვითონ ეს სტატუს კოც არ შეიცვლება, მაგით ეგ აღმოჩენილი ძად მოწონს კიდევაც მათ შორის ქართულ ოცნებასაც, რომელებაც უკვე რიტორიკაში შემოიტანეს ესეთი იდეა, რომ ძალიან კომფორტული ოპოზიციაა ჩვენთვის და მამეთ ხომ არ იყოს, რატო კრძალოთ და რატო გავიშალოთ თავი და ავტორიტარად კიდე წარმოჩინეთ, რომ თუ მათი ყოფნა გვახალისებს და აქ არის გაჭედილი პოლიტიკური სივრცე. მაგრამ თავი პრობლემა მაინც მომდინარეობს შემდეგით, რომ პოლიტიკა არის მაინც მართვის ხელოვნება, რა და ძალაუფლება ჭირდება მას. ძალაუფლებასთან რამე გზა უნდა თქვა, როგორ მიდიხარ. თუ 4-ში იყო ისეთი პრობლემა, რომ აღმოჩნდა, რომ ვერც ქუჩით ვერ მიდიხარ და არჩევნების იდეაც მოკვდა. ანუ ის რომ ისეთ არჩევნები ჩვენ ხელისუფლებას შეცვლი, ეგეც აღარ გამოსხივდა და ამიტომ პოლიტიკოსები გადავიქეცით ადამიანს, რომელსაც ვეღარ ვეუბნები, რომ ვინმე რომ მიყუროს და მომეწონოს, ჩემთან ერთად ქვა აიღოს, ამაზე ვეპატიჟები, ჩემთან ერთად ბიულეტენი აიღოს და შემომხატოს, ამაზეც აღარ ვეპატიჟები და გამოზე უბრალოდ ჩემი დამლაიქებელი უნდა იყოს, ამიტომ მთელი პოლიტიკა გადავიდა Facebook-ზე, პოსტაობით და ცოტათი პრაიმ ჰაუსი გახდა ქართული პოლიტიკა, იქით ფეხბურთი მიმდინარეობს და არის გამოცხადებული არდადეგები, სადაც რეალური პოლიტიკა
პოლიტიკაზე არც არავის ხარ ჭირდება შენი მოსმენა, იმიტომ რომ არც არჩევნები ჩანს და არც სტატუს კო ცვლილების რაიმე სხვა ან რევოლუცია და მსგავსი. ამიტომ ძალიან კარგი დრო გამოინახა ამისთვის. ეხლა აბა როდის გავნა გაირკვიოს ჯამში, ვინ გააგრძელეს სააკაშვილზე პარაზიტირებას, ან სააკაშვილი როდის გადაწყვეტს ამ ყველაფერს ან სხვა პარტიები, ამით არის უკარგესი დრო, ვინ სიტყვის რამაძე საუბრის დრო არ არის, ასე იგი რაღაცას მალავს, არ უნდა ვისი პირადად, თორემ ის კი ძალიან სწორი დრო არის. სხვა დრო როდის გავნა გამოინახოს ამისთვის არ ვიცი. მაგრამ თავარი რაც უნდა დავინახოთ არის ის, რომ ყველამ დაიწყო ფიქრი 2028 წლის არჩევნებზე. ამაზე არის სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ ბოიკოტი არ არის სწორი და თქვა პარლამენტზე უნდა ვიფიქროთ ოღონდ სვადი შემოქრო, საერთო სია უნდა იყოს და ამით ხდება ჟარგონულად თქვა გაправება არჩევნებზე გასulis და ყაველაშვილის ჩატარებულ არჩევნებზე გავიდეს სალომე ზურაბიშვილი. ეს აბსურდიც კი შემოდის. შემოაბრუნეს. ხო და აქაც მე რომ თავით მე მის ნათქვამ საკეთ ოპოზიციაში რა და მანის გულისხმა რომ კარგი არჩევნები ხა კარგ არჩევნებზე უარისხმის ეს არ უნარაპირებდა არავის არ დაუბოიკოტებია ისეთი არჩევნები სადაც ქართლოსნებმა არ აკონტროლებს სულს არ აკონტროლებს ადმინისტრაციულ რესურსს თუ როგორც ატარებს ეს ყველა ვიცით მაგრამ მიუხედავად მაგისა რომ მოგიწოდებს სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს აქ აზრი ნიშნავს რომ უშვებს რომ კი ზუსტად ეგეთ არჩევნებზე გადით ოპოზიციას ეხლა ამაში გაუწყრა და მისი რიტორიკაც შეიცვალა მომავალი თავმჯდომარის ამ პოტენციური თავმჯდომარის ნანუკა ჟორჟონიანის პირველი ეთერებიც რო ვისმინეთ მანდაც 2028-ის თემა შემოვიდა რატომ უნდა გაღელოდეს ადამიანს ვინ რა ხმა წაგართო თუ არ ღელავ ეს ამ ხმებს ასხ მე და ჩემი ამორჩეული ფრაზა რატო გაჩნდა სადაშნე გაინტერესა ამორჩეული თუ არჩევნებს აღარ უყურებ ამიტომ ყველაში დაბრუნდა არჩევნები შენ გაამართლა არჩევნებზე როგორ გახვიდე ისე რომ არ გადააფასო 2024 ძალიან რთულია და ამიტომ არის გაჭედილი ეს ამბავი მე რატომაც ჩემ თავს ვაძლევ უფლება რომ ამაზე მეტაკლებად თამამად ვისაუბრო იმიტომ რომ ვამოფრო თქვა აი 2024-ში დავმარცხდი და მე ვაღიარებ ამას. აქედან გამომდინარე არ დამიკარგავს იდეა არჩევნების არსებობის. აქ მე არ ვთვლი რომ მქონდა ისეთი ტიპის უპირატესობა, სადაც მოუგებ ქართულ ოცნებას. და მე ვიცი, ისიც ვიცი არჩევნები ქვეყანაში გეკეთდება. და ისიც ვიცი მაგალითად პრეზიდენტის მეორე ტური რო ქონდა 2018-ში, მაგალითად უთი არჩევნები შეიძლება ისტორიაში არ ქონდა, როცა პირდაპირ ეთერში ხალხის ხმები იყიდეს ვალებს დაგისტუროთ. ვიცი რომ ქართულ პოლიტიკა ესეთია. მაგრამ მე გამოთქვი პრეტენზია რომ მიხვდა ამისაც ჩვენ იმდენად ბევრი ვიქნებით, მილიონ 2 მილიონზე მეტი ამორჩეული დაფიქსირდება, აქედან მილიონზე მეტი ოპოზიციური იქნება, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ იყო. და სტატუს კოცლებას სჭირდება ბევრი ამორჩეველი. ისეთ ამორჩეველს არც ერთ აინტერესებს, არც მეორე საერთოდ ეხლა შეიძლება პირველად მივიდეს არჩევნებზე. ან საერთოდ პოლიტიკა აღარ აინტერესებს. ეგეთ უამრავი ხალხი არის. ეგეც ამბობ, ცოტა ნახეთ, ეხლა მივიდეს არჩევნებზე. ეს დაპირისპირება, რასაც უყურებთ ოპოზიციურ ფლანგზე, ალიანსი, რაღაც გარკვეული გაერთიანებების შემდეგ დაშლები, უამრავი გაერთიანების მცდელობა ვნახეთ. ხომ ეს ერთგვარ ნიჰილიზმს არ ფიქრობთ, რომ აჩენს განსაკუთრებით იმ ამომრჩეველში და იმ ხალხში, რომელსაც გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ აქვს. კი ბატონო, ცხადი აჩენს რომელია ზოგადად გონია რომ ეს პროფესია ძალიან დევალვირდა. აი ახალი სახეების გამოშენება პოლიტიკაში ვინც კი ისეთი ადამიანი არის გონია რაღაცა ყველა ცდილობს რომ ის ეს კაპიტალი რაღაც სხვა საქმეში ან პროგრამირებაში ან რაღაც სხვაგან გადათარგმნოს. ანუ აქ ნიჰილიზმის რეტი რადგას ამ საქმეში და ამაზე პასუხისგებელი არის ყველა. თვითონ ეს პროფესია უბრალოდ მოგდა და ქართლოსებს არის კომფორტული. ანუ მაშინ ან თამითმოდეს ყველაფერი მის ხელშია რა აკრძალოს თუ არ აკრძალოს ამაზე გალაპარაკებს და ძალიანაც აი მოგინდეს არჩევნებზე გასვლა შეიძლება უბრალოდ აკრძალული იყო. ეხლა ჩემი იდეოლოგიური ოპონენტი არის თქვა ალტიფო, მაგრამ ქართლოსებმა დაინახა რომ ეს რამოდენიმე პროცესის კი რომელთან გაზიარება მოუწევდა მისი ამორჩევლის, უბრალოდ რაღაცა დარეგისტრებაში პრობლემა შეუქმნა. რაღაც მომენტში შეხედავს რა არის მისთვის კომფორტული, რა არ არის მისთვის კომფორტული. ძალიან დიდი ძალაუფლება აქვს მაგას რესურსები აქვს, აი ძალიან დიდი. აი იმდენ მაგალითად იმ ხალხს იჭერენ ისეთ ფულზე, როგეთი ფულის არსებობასაც რო ხდება, მაგალითად 9000 ბიტკოინზე რო საქმე არსებობს და რო წარმოიდგენ ეს საერთოდ რამდენი ფულია, ისეთი ფული რომელიც საერთოდ არც ჩანს, ვიღაცას რო ედავება და ტყუილმართას აღარ დავეწე, უბრალოდ დავაში რომ ამდენი ფული და მე რო ხვდებით რა ხელა განსხვავებებია რესურსებში და ამ რაღაცაში. უბრალოდ ვერ დაიბადა ამ პოლიტიკურ სპექტრში რაღაც ბევრი ახალი ადამიანი, რომელიც გადატეხავს იმას, რომ მე რომ მოვიგებ და მოგუგებლად მოვიგებ ქართლოცებას და არ მომიწევს თანამშრომლობა სხვა პარტიებთან. როგორც კი ამას ვერ ამბობ, რომ მათთან თუ ამბობ, რომ მასთან თანამშრომლობა მომიწევს, მე აი რუხაძეს არგუმენტი რაც იყო, რომ მე აღარ მაინტერესებს, მე ყველაფერს ვიზარო, არ დავაბრუნო წინარე ხელისუფლება. მე რაც არ უნდა ვილაპარაკო, რომ ვისაუბრო კოალიციურ ხელისუფლებაზე, ვიღაცა შეიძლება ითქვას, რომ მოუწე შენი რასაც საუბრო, მაგრამ მე ვერ დავიჯერებ, რომ შენ იმას იქ დააბალანსებ. მოდის ისე წარსულ. ამიტომ სანამ არ შეიქმნება სხვა
ძალები, რომლებიც ან ერთობლება, ან ცალკეთა ძերի ამბიციას რომ მოვყავთ, არ შეიძლება კაცმა თქვა რომ მე მინდა საერთოდ მოვიდე ხელისუფლებაში. ყველას რო ცხენია რო თქოს, მინდა რომ პრემიერი ვიყო. ძალიან გაჭირდა, მაგალითად საერთოდ პოლიტიკურ სპექტრში ადამიანი იყო, რომელზეც აი პრემიერი რო იყოს და ეს არ შეგწყვება, არ დავიცინებთ რაღაცა. ესეც კი გაჭირდა, ამბიციაც კი აღარ არსებობს. უნდა გამოიწვიოს ბევრი ამბიციური ადამიანი, რომელსაც არც იმის შეწყობა რომ მარტომაც მოიგოს ეს არჩევნები ან სხვებთან ერთადაც, მაგრამ არ მოუწევს რაღაცა თანამშრომლობა იმ პარტიებთან, რომელსაც თulis რომ თვითონაც არ მოწევს და მე ახლა ვეღარ გავაკრიტიკებ მაგალითად ადამიანს, რომელიც ერთად უნდა დაგკვირდე რომ ჩვენ ქვეყანას გადავარჩენთ. და აქ გაიჭერდა პოლიტიკური სივრცე, მაგიტებაც ხდება ხოლმე, ნაციონალიზმის ვიღაცები გამოდიოდნენ, სხვა პროექტები იქნებოდა, მაგრამ ჯამში როგორც კი პრეტენზია შედებოდა რომ მე არ ყოფნის ეს ჩემი ხმები, ცვლილებისთვის მათ ათანშმობა მჭირდება, მე ისე ხდება მათთან გაერთიანება და აქეთ იდეოლოგიური აღრევა ხდება. არც კონსერვატიული არ არსებობს, აღარც კლასიკურ ლიბერალური ხედვა არ არსებობს, არც ლიბერალური, ეგეთი იდეოლოგია საერთოდ სიახლოვეში არ არსებობს. ბუტაფორია, ყველაფერი არის ტყუილზე აგებული და იმდენად ტყუილზე აგებული მაგალითად რომ მართალია ნაციონალიზმობაც მაგაში რომ ჩათვალა რომ ამ არჩევნებზე მართლა ქართულს წაართვა ხმები. იმდენად არ არსებობს ეგრე ამორჩეველი უყურებდა ეგრე ძალა სადაც გნობს და იყო ხალხი რომელიც აი უბანზე თუ არსებობდა რაღაცა კოცი კოორდინატორი, ნაცი კოორდინატორიც იყო. რომელსაც უბრალოდ ფუცლით იცის, ვინ უნდა მოვიდეს 5 საათის მერე როგორ აი ეს დალაგებული რაღაცები. ეს ყველაფერი მოიშალა. ამათ დამატებული სუსის ყოფილი უფროსის დაკავება, რომელსაც აგებული იყო ჩემი აზრით ამ ქვეყანაში კოლცენტრების ამბავით, ამ კოლცენტრებიდან რა ფინანსდებოდა, ვინ, როგორ, აი ხა ელისო კილაძეზე მაგალითად რებიც ხდება, ხო? ანუ კვაზი რევოლუცია მოხდა სინამდვილეში ქართლოსებაშიც რაც ხდება. უბრალოდ ეხლა მეტნაკლებად რაღაცა უნდა გაირკვეს, უბრალოდ ამაზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს პირველ რიგში ხელისუფალმა, იმიტომ რომ პოლიტიკური სარჩულიც ვეღარ ხვდები ცად მიდის, იმიტომ რომ თან გეუბნება რომ ოპოზიციას მიდი პარლამენტში შემოდი და იქ მებრძოლე და თან გეუბნება რომ ოც-ოცდორა შეიძლება აკრძალოს და ამავე პარტიას ეუბნება რომ შემოდით არჩევნებზე და ეს ორი იდეა ერთდროულად არსებობს ეხლა და გაურკვეველი არის ეგ ამბავიც და ნუ აქეთ ხარეს 4-შივე ეგ პრობლემა შეიქმნა რომ მე მოქალაქეს ვეღარ ვუნებდი ვეღარც არჩევნების იდეას, ვეღარც რევოლუციის თქმაც კი მწვენია უკვე რომ ვინმე არ ამონჭრას და აი 2 კვირა ან არ დამაკავონ ან ეთერში ნალაპარაკები ან თვითონ ეს სიტყვებია უკვე აკრძალული და კაცი რომელიც რევოლუციას კვირდება თუ ამის ლაპარაკით მწვენია ეთერში არ ამომჭერნო. ცხადია იქ რევოლუცია ვერ მოეწყობა და გაიჭედა ეს მე მოქალაქეს ვერ მეუნები ინფლუენსერის გარდა რა ვარ. რევოლუციას კვირდება ამის რესურსიც უნდა კონდეს და მხარდამჭერთა რაოდენობა. არა, ეს მეორე ილუზია კიდე ესეთი რომ თითქოს არჩევნებით მოგება რთული არის და რევოლუციით უფრო მარტივი. ან თითქოს უფრო დიდი უპირატესობა არ ჭირდება რევოლუციას. რევოლუციას სანდროს ჭირდება ბევრად კიდე მეტი უპირატესობა ვიდრე არჩევნებით მოგებას. მე ესე მგონი. კი ბატონო, გასაგებია. ბატონო ბიძინა, პარტიის შიდაომების საჯარო სივრცეში გამოტანა ერთის მხრივ რამდენად მომგებიანია, რამდენად მართებული არის, ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვისაუბროთ მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობაზე, ზოგადად რამდენად მომგებიანი არის პოლიტიკური სპექტრისთვის მთლიანად და ხომ არ ბადებს ერთგვარ ნიჰილიზმს, განსაკუთრებით იმ ამომრჩეველში, რომელსაც ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. საერთოდ უნდა ითქვას, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ამომრჩეველია ისეთი, რომელიც არ აძლევს ხმას ხელისუფლებას და არ აძლევს ხმას ოპოზიციას. ჩვენ ამ ამომრჩეველზე ვართ ორიენტირებული, გაგიმხელთ თქვენ და იმაშია საქმე, რომ საერთო ჯამში ეს პარტიული კინკლაობა და ამ პარტიების შიდა საქმეების გარჩევა საზოგადოებისთვის არ არის საინტერესო. საზოგადოებისთვის საინტერესო არ არის რომელი პარტია ვისთან გაერთიანდება და დაიშლება, იმიტომ რომ გაერთიანება თავისთავად სტრატეგია არ არის და არც თავმჯდომარის გადაყენება და ახალი თავმჯდომარის დაყენება პარტიის რაღაც სიახლე და რაღაც ახალი სტრატეგიული კურსი, ხო? თუმცა ცვლილებების პერსპექტივას არა, არანაირ პერსპექტივას არ აჩენს ეს, იმიტომ რომ გაერთიანება კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ არის სტრატეგია. სტრატეგია არის პასუხი კითხვაზე, რა იქნება შენს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ახალი და რა შეიცვლება. რა იქნება ხელისუფლებაში თქვენი მოსვლის შემთხვევაში ახალი. გადავიდეთ უკვე კონკრეტულ ალიანსიდან, კონკრეტულ გადავიდეთ ჯობს, დიახ, იმიტომ რომ მოდი გავანებოთ ამ ერთი რომელიღაც რიგითი უკვე ბევრნაწილად დაშლილი პარტიის შიდა იმას გარჩევას თავი, ხო, რა იქნება ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოებას ალტერნატივას. სერიოზულ ალტერნატივას, როგორც საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას საქართველოს, ასევე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ახლებურ ხედვას. საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, საგარეო პოლიტიკური სტრატეგიული ხედვა ჩვენი არის ბევრჯერ უკვე ნათქვამი და უკვე საქართველოში აღარ არის ეს სიახლე და საიდუმლო, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ
ორი რეგიონული ზესახელმწიფოს, თურქეთის და ირანის, ერთი გლობალური ატომური სახელმწიფოს რუსეთის შუაში მდებარე ქვეყანა, მათ შორის მდებარე ქვეყანა, სადაც ინტერესები აქვს ასევე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს ჩინეთს და ჩვენს ყოფილ სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკის შეერთებულ შტატებს. ჩვენი ორიენტაცია ის, რაც კონსტიტუციაში გვიწერია დღეს და ჩვენი ეს დაჟინებული სვლა რომ ჩვენ უნდა გავხდეთ ამ რომელიღაცა ალიანსის წევრი აუცილებლად და ის იმიტომ შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო საერთოდ ისტორიულად რომ ოდესღაც 21 საუკუნეში უნდა ქართველები შესულიყვნენ რომელიმე ალიანსში ეს არის მცდარი სტრატეგია ჩვენ ვამბობთ რომ ჩვენი სტრატეგია უნდა იყოს თანამშრომლობა ყველასთან პრიორიტეტი უნდა ეკუთვნოდეს თანამშრომლობას ყველასთან ყველა მიმართულებით საქართველოს ინტერესების დაცვით ვაჭრობის კომუნიკაციების ეკონომიკის და სტაბილური პოლიტიკური და ფინანსური ჰაბად ჩამოყალიბების გზაზე ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკური დოქტრინა, საგარეო პოლიტიკური ორიენტირი. აი ამას თავაზობთ ჩვენ, რაც შეეხება შიდა, ესე იგი, სოციალურ და ეკონომიკურ რეფორმებს, ჩვენ ამის შესახებ გვაქვს უკვე გამოქვეყნებული ჩვენი ხედვა, რომელსაც ახლა სამწუხაროდ ამ ფორმატში ალბათ მე ვერ გავაცნობ დაინტერესებულ ადამიანებს ამას შევძლებთ ჩვენ ვემზადებით 2028 წლის არჩევნებისათვის აუცილებლად და ვეცდებით რომ მივიმხროთ ის ამორჩეველი რომელიც არაძლევს ხელისუფლებას ხმას და არაძლევს ოპოზიციას ხმას იმიტომ რომ ოპოზიცია ისეთია როგორც ახლა ჩვენ აქ ვისაუბრეთ ის ძველი ყოფილი ოპოზიცია ჩვენ ვფიქრობთ რომ აუცილებლად უნდა მოხდეს ოპოზიციის გადაფორმატირება ოპოზიციური ველი უნდა ჩამოყალიბდეს ახლიდან სხვა შორის ძალიან ცუდ რეაქციას იძლევა ხელისუფლებიდან რაღაც ნაწილის ჩამოტეხვა გამოსვლა ოპოზიციაში და ესე ვითარდებოდა საქართველოში პოლიტიკური პროცესები მოყოლებული რაც მას შემდეგ რაც 91 წელს 90 წელს ჩვენ მოვიგეთ არჩევნები 92 წელს მოხდა ხელისუფლების გაყოფა გარედან დახმარებით ამ განაყოფა მოახდინა რევოლუცია დამხობა სახელმწიფო გადატრიალება და შემდეგ უკვე მიდიოდა რაღაც ხან ვარდების რევოლუციის გზით ხან რაღაც 2012 წელს უკვე მოხდა არჩევნების გზით რეალურად ხელისუფლების შეცვლა ხელისუფლების ჩამოტეხვა და გარეთ გამოსვლა და იქ ხელოვნურად ოპოზიციის შეკოწიწება დემოკრატიის განვითარებას ძალიან უშლის ხელს და ალბათ ჯობს რომ რეალურ არჩევნებში იყოს ახალი ან კოალიცია ან ახალი ხელისუფლება რომელიც რეალურად შეცვლის სოციალ-ეკონომიკურ იმას რა ქვია სურათს საქართველოში და საგარეო პოლიტიკურ მიმართულებაც ექნება უფრო სხვა ვიდრე დაუშვათ დღეს არის რომელიც დაჟინებით იმეორებს რომ აი ჩვენ მივდივართ იქ საიდანაც ჩვენ წყევლაკრულას გვითვლიან კვირაში ერთხელ მაინც მინიმუმ ადრე ამაში მონაწილეობდა ამერიკის შეერთებული შტატების ძველი ადმინისტრაციის დროს ახლა საბედნიეროდ ჩაიხსნენ ისინი ამ საქმეს და უფრო თავისი ომებით და ნავთობზე ნადირობით არიან დაკავებული და აი ახლა ევროკავშირის და რუსეთის ამ სისხლიან დაპირისპირებაში რომელიც უკრაინის მიწაზე მიმდინარეობს არის დიდი მცდელობა იმის რომ აქ ჩართული იყვნენ ის ახალ პროქსი სახელმწიფოებად ის ქვეყნები რომლებიც მოაზრებული იყვნენ კანდიდატ ქვეყნებად და რომელთა შესახებ ევროკავშირის გაფართოების კომისარიატმა მართა კოსმა სულ რაღაც ერთი კვირის წინ თქვა რომ 2022 წლამდე არავინ არ ფიქრობდა სერიოზულად ამ ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მანამდე ვიდრე არ დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი და ამ ომში არ ჩავიდა ესე იგი პირდაპირ თავისი სამხედრო და ფინანსური დახმარებებით ევროკავშირი მანამდე არც ყოფილა ამაზე ლაპარაკი აი მხოლოდ ამ ომის დაწყების შემდეგ დაჭირდათ ეს სახელმწიფოები როგორც რაღაც თავიანთი ინსტრუმენტი ამ ომში თავიანთი მიზნების განხორციელებისათვის ჩვენი ხედვაა რომ ჩვენ ამ ომში არ უნდა ჩავერიოთ არც ერთ შემთხვევაში. აი ეს არის
ჩვენი ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით. გასაგებია. კონსერვატორები საქართველოსთვის ბატონო ზურაბისთვის ემზადებით თუ არა ასე კითხავთ არჩევნებისთვის და ოპოზიციურ ფლანგზე რასაც უყურებთ, თუნდაც იგივე დაპირისპირება პოლიტიკურ, თქვათ, ერთგვარ პოლიტიკურ შესაძლებლობებს თუ გაძლევთ, თუ განიხილავთ ასე და რას თავაზობთ განსხვავებულს, რაც მთავარი ამორჩევნებს. პოლიტიკური პარტია, რომელიც არჩევნებისთვის არ ემზადება, შეგიძლიათ ჩათვალო, რომ აღარც არსებობს, ხო? ამიტომ რა თქმა უნდა კი. და ეხლა მე რაც ავხსენი, რომ სამი ვარიანტი იყო, რომელიც არც ერთი არ გამოვიდა და საპირისპირო ფლანგიდან როუსმენდი გარკვეული ნიჰილიზმის ნოტებიც იყო, მაგრამ მე მაგალითად არსებულ სიტუაციას პირიქით უყურებ, რომ შეიძლება ბევრი ვერაცნობიერებს, მაგრამ ეხლა არის უნიკალური შანსი. რისთვის? აგიხსნით რა შანსი არსებობს. მე მგონი ძალიან თვალნათვლი ყველა ეხა ხედავს, რომ აი ეს ქართული ოცნების ესეთი რაღაც მაქსიმა რო იყო, რომ 2030 წელს საქართველოს დაბრუნებული აფხაზეთი და სამაჩაბლო ევროკავშირის წევრი გახდება, ეგ როგორც პროპაგანდისტული ლოზუნგიც კი აღარ არსებობს და საქართველოს ევროკავშირის წევრი გახდება, საერთოდ ეგ გადადის უკვე უკანა ფლანგზე, ეგ იწვევს ერთ ძალიან საინტერესო მომენტს. მთელი ქართული პოლიტიკური შემოქმედება იმაზე, როგორი კანონები უნდა იყოს, როგორი სახელმწიფო წყობა გვინდა და ასე შემდეგ, მიბმული ძალიან დიდი ხნის მანძილზე იყო ესეთ ლოგიკაზე. მაგაზე საერთოდ არ ვილაპარაკობთ, აგერ გარედან გთხოვენ, ჩვენ ხო ახლა ევროკავშირში მივდივართ. აგერ ევროკავშირში გითხრეს, რომ რა ვიცი, გადასახადები ესეთი უნდა იყოს, რეგულაციები ესეთი, უბრალოდ გადააკოპირე რა. აგერ გაიდლაინი მოვიდა, დააკოპირე რა, რაზე მსჯელობ და ასე შემდეგ, ხო? ამ მარწუხებისგან განთავისუფლება აჩენს იმ ოპოზიციური პარტიებისთვის, ვინც ცოტა ადეკვატურად უყურებს უნიკალურ შანსს. პირველი რაც უნდა მოხდეს, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა აღიარონ, რომ ეხლა ამ მომენტში საკუთარი ამორჩევლისთვის იმის დაპირება, რომ ეხლა არჩევნებზე მე მოვალ და ხელისუფლებას ავიღებ, ჯერ ეგ სიტუაცია არ არის და გულწრფელად უნდა უთხრან თავის ამორჩევლს, მე მაგალითად ხა ჩემ ამორჩევლს არჩევნები რო იქნება, ვეთქვი რომ ხალხო, ამ არჩევნებზე არც მე და არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ ექნება სინამდვილეში იმისი ძალა, რომ ოცნების ადგილი დაიკავოს. აბა რატო უნდა მოგცეთ ხმა? რატო უნდა მოგცეთ და იმ იდეოლოგიის პარტია თუ გინდათ იყოს პარლამენტში, ისეთი კანონპროექტები თუ გინდათ წამოაყენოს, ისეთი პოლიტიკური დღის წესრიგი რო გაძლიერდეს, რომელსაც მე გეუბნებით, მაგას მიეცით ხმა. და ყველა ნორმალური პოლიტიკური პროცესი სინამდვილეში პარტიების არსებობაც ეგრე უნდა ხდებოდეს, ხო? უნდა შეხვიდე ჯერ, უნდა იქ აჩვენო, რომ რაღაცის კეთება შეგიძლია, მერე უნდა მოხდეს შენი პოლიტიკური წონის გაზრდა და მერე შეიძლება მოხდეს პრეტენზია ხელისუფლების აღებაზე. ეგ ერთი. ეხლა რა შეიძლება რომ ამ ჩემი მიერ აღწერილი შესაძლებლობის ფანჯარაში მოხდეს? პარტიებს, რომელიც ადეკვატურად მიუდგებიან და ისევ არ შეასრულებენ ქართული ოცნებისთვის საფრთხობელის ფუნქციას, შეუძლიათ დაწერონ განსხვავებული ხედვა იმისი, როგორი იქნება საქართველო, რომელიც არ ჯდება იმ ლიბერალური დემოკრატიის ჩარჩოების ფარგლებში, რასაც წარმოადგენს მაგალითად ეს სტანდარტული ევროკავშირი მინდა ნარატივი, რაც 10 წლეულების მანძილზე დომინირებდა. მაგალითად, აი მე კონსერვატიული ძალის წარმომადგენელი ხარ. მე შემიძლია რომ რაღაცა კონსერვატიული манифеסטי რო ჩამოთვალო, ხო, უხეშად, ხო? მე შემიძლია ვთქვა, რომ აი საქართველოს კონსტიტუციას როგორ შევცვლი მაგალითად მე რო ვიყო ხელისუფლებაში, ხო? აი მაგალითად საქართველოს არსებობს ქრისტიანობის დაცვის გამო. საქართველოს ხელისუფლება ამ ამოცანის გადაჭრის ინსტრუმენტია. საქართველოში სახელმწიფოებრივი მოწყობის მთავარი განსაზღვრელი პრინციპი უნდა იყოს სამართლიანობა და არა თანასწორობა. საქართველოში უფლებები, გარკვეული ტიპის ადამიანის უფლებები უნდა მიბმული იყოს იმ პასუხისმგებლობებზე, რომელსაც ადამიანი იღებს. და ესეთ ჩამონათვალი უამრავია. მაგალითად, ხა ეს რასაც ახლა ვიტყვი, ეგ პარტიის პოზიცია არ არის კონსერვატორებს, ეგ ჩემი პირადი ზურა მახარაძის ხედვა არის, რომ მე მაგალითად შეიძლება დავაყენო საკითხი, რომ საერთოდ ახლა მართალია პრეზიდენტს ვეღარ ვირჩევთ. პრეზიდენტი როგორც არჩევით ფიგურა აღარ არის, ხალხი აღარ ირჩევს. ანუ ვინც არის მართველი პარტია, ის უბრალოდ ნიშნავს პარტიულ ჩინოვნიკს. ჩემს მაგალითად ახლა კონსტიტუციური მონარქიის ფორმაზე რო გადავიდეთ, სადაც ბაგრატიონი იქნება ფეხბურთელის მაგივრად იგივე ფუნქციებით, ანუ იქნება
ერთი ცერემონიალური ფუნქციების შეწყალების უფლება მას ექნება და ეგ ვაჭრობის საგანი არ იქნება პარტიული და მეორე კონსტიტუციური კრიზისისას ის დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს ეგეც შეიძლება იყოს დღის წესრიგი მაგალითად ეხლა ეგ ფორმატი რო კონდეს აი შეიძლება ეხლა პროდასავლელი ორიენტაციის ხალხი გაბრაზდეს მაგრამ იმ ევროპაშიც 10-ზე მეტი ეგეთი კონსტიტუციური მონარქიის ფორმატია ხო დაუშვათ მოხდა კრიზისი კონსტიტუციური ჩატარდა არჩევნები და წინა არჩევნებით ნუ ბიულეტენმა გაჟონა ტიპის პრეტენზია ყველა ოპოზიციურ პარტიას და ყველა ამბობს რომ აღარ შევდივართ მაგ შემთხვევაში შენ შეგილი აღარ მიაკითხო მართლ პარტიას შენ მიდიხარ ამ ნეიტრალურ არბიტრთან რომელსაც აქვს უფლება და ეუბნები რომ არ შევდივართ კონსტიტუციურ კრიზისია ვადამდელი დანიშნე იმას აქვს უფლება დანიშნოს თუ კიდე ჩატარდება და კიდე ოპოზიციამ ვერ მოიგო მე შეგილა დაგიბრუნოს პასუხი რომ ნუ რავი ხა ჩავატარეთ კიდე მაინც ვერ მოგიგეთ ეხა შედით ანუ ეგ გააჩენდა მაგალითად რა ფუნქციას რომ კიდე დამატებითი ნეიტრალური არბიტრი რომელიც არც მიშაზე არც ბიძინაზე და არავისზე არ არის მიბმული ხო ისეთ სტაბილიზატორის ნეიტრალური არბიტრი მეფეო კონსტიტუციური მონარქიის ვარ ეს რატო შემოვიტანე მე რა შემოვიტანე მნიშვნელოვანი ინტერპრეტაციებისთვის სივრცე ხო და მნიშვნელოვანი ასპექტი არის მე ხა რასაც ვლაპარაკობ ეს როგორც პოლიტიკური დღის წესრიგი საერთოდ არ არსებობდა, იმიტომ რომ ნებისმიერ ესეთ რაღაცას საუბარს ადამიანი იწყებ და პასუხობდნენ რომ მაიცა კაცო რა აგერ ევროკავშირის გაიდლაინებია მაგას ვაკეთებთ. პოლიტიკური შემოქმედების საშუალება ჩდება ეხლა და თუ პოლიტიკური პარტიები იმ სისულელეს თავს დაანებებენ, რომ არიქა ეხლა მე ბუას ფუნქციას შეუსრულებ ქართულ ოცნებას, რომ არიქა ნაცები არ მოbrunდენ და ჩავებმევი ამ, რა ვიცი, აი მართლა ფრანკენშტეინის მონსტრივით არის ხელოვნურ სუნთქვაზე შეერთებული ეს ქართული ოცნების მიერ გადარჩენილი ძალით ნაციონალური მოძრაობა და მაგაზე ჩაბმას ოპოზიციურმა პარტიებმა გულწრფელად რო თქვან რომ ხვალე მე არიქა ბიძინას ჩემი თავით ჩანაცვლებასთვის კი არ ვიბრძვი ჩემი რაღაცა უნიკალური ახალი პოლიტიკური ხედვა შემომაქვს და მოდი მაგას მიეცი შენ ხმა რომ კი შეიძლება მე მთავრობა ვერ დავაკომპლექტო მაგრამ ისეთი კანონპროექტები შემოვიტანო ისეთი დღის წესრიგი შევქმნა რომ ნელ-ნელა იმ ხარეს წავიდეს პოლიტიკური პროცესი რომელზეც შენ თანახმა ხარ თუ ჩემი ამომრჩეველი ხარ ამ ლოგიკაზე თუ გადავალ და არა ამ პერმანენტული რევოლუციის ლოგიკაზე რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ ანუ გამსახურდია შევარდნაძის სააკაშვილის და ბიძინას მმართველობის პერიოდში სულ გვაქვს პერმანენტული რევოლუციის მდგომარეობა აი ეგ თუ დასრულდება და მართლა პოლიტიკური მაგრამ რამდენად რეალისტურია ზურაბ რატომ გეკითხებით ნახეთ გეტყვით იმის გათვალისწინებით რომ ნახეთ იმის მიუხედავად რომ არჩევნებს და ფაქტი არის რომ მართლ გუნდს გაცილებით მეტი მხარდამჭერი ყავს ვიდრე მაგალითად კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიას ამის მიუხედავად ჩვენ ნახეთ რეზოლუციები ჩაწერილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაუსრულებელი საუბარი შემდეგ როგორ განვითარდა პროცესები ესე ძალიან კარგად გვახსოვს და იქიდან მუდმივად ანუ ევროკავშირიდან ამ შემთხვევაში მოდის პირდაპირ ასე ვთქვათ დაკვეთა რომ იმის მიუხედავად აქვს თუ არა მხარდაჭერა ამ კონკრეტულ პარტიას ის უნდა იყოს ხელისუფლების სათავეში როგორ ხედავთ პროცესის ისე განვითარების პერსპექტივას როგორც თქვენ საუბრობთ აი მოდი ბანალურ კითხვას დავსვამ გააკეთეს ეგ მოთხოვნა არ გავითვალისწინეთ მე რა ხდება და პრაქტიკა მაჩვენა რომ არაფერს არ ხდება ანუ რამდენი ხანია ამ რეზოლუციებს და აღშფოთი დაუგმეთ რა ვიცი დაუსრულებელი ანუ მოდი როგორ დავსვათ საკითხები ვიღაცა რომ რაღაცას ამბობს გავიგე ობიექტურ რეალობაში რა მეიცვლება ნუ როგორ ჩანს არაფერი არ იცვლება და ერთადერთი მან რაც უნდა გაკეთდეს უნდა ამოღებული იქნას ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციიდან რომელიც ძალიან ტყუილად ჩაწერა ქართულმა ოცნებამ რაღაცა კონკრეტულ ასე ვთქვათ ალიანსში გაწევრიანების უნდა ვთქვათ რომ რა ვიცი თუ ნაციონალური მოძრაობა თუ არ გამოუშვი გარეთ და სააკაშვილი თუ არ დავაბრუნე ხელისუფლებაში მაგის გარეშე ხა თუ არ მიღებ მე ევროკავშირში და როგორც ჩანს ეგრეც არ მიღებ და არაფერი პერსპექტივა მაგაში არ ჩანს. მოდი, აღარ მინდა რა. მოდი, საქართველოს გზას ვიპოვი რაღაცას. არ შეიძლება რომ საქართველოს უბრალოდ იყოს საქართველოს ყოველგვარი რაღაცა ევროკავშირში მივდივართ გარეშე, ხო? მე ვარ ქართველი და არაფერი მასშტაბები მაგას არ ჭირდება. ესე თუ დააყენებ საკითხს, მე იქიდან წამოსული პრეტენზია რომ აი ხა შენ ეს გამიკეთე თორე მე არ ვიცი რას ვიზამ მე დაუგმო ფაუცი. რა ვიცი, არ შემოვდივარ შენთან.
მომიდექ ისე როგორც ქვეყნებს რომელსაც არ აქვს ჩვენ მიმართ რაღაცა ვალდებულებები ამეღო მარტივად რო თქვათ სიმბოლურად რო გითხრათ რა მომენტში საქართველოს ხელისუფლება მიხვდება რომ აი ეს ევროკავშირის დროშები რომელიც სინამდვილეში არაფერს არ ნიშნავს უნდა ჩამოხსნას სამთავრობო შენობებიდან და თქვას რომ ვინ ჩვენ არ გვიღებს და მარტო პრეტენზიებს გვიყენებს მოდი დავანებოთ თავი და საქართველოში მოდი მარტო ქართული დროშა ეკიდოს მაგ რეჟიმზე რო გადავალთ იმდენი პრობლემა მოგვეხსნება სინამდვილეში ეხლა როგორც წარმოგვიდგენია გასაგებია. იაგო, რისთვის ემზადება გირჩი, ემზადებით თუ არა არჩევნებისთვის, რას თავაზობთ ამ მომრჩეველს და 2028 წლამდე ცოტნეც ამბობდა, რომ საკმაოდ დიდი დრო არის. რას გეგმავთ მთელი ამ ხნის განმავლობაში? და ოპოზიციურ ფლანგზე არსებული ვითარება თქვენ გაძლევთ თუ არა ხელს, მომგებიანი არის თუ არა თქვენთვის? კი, ჩვენ ვიწრო პარტიულად და ეგოისტურად თუ შევხედავთ ამ ამბავს, ძალიან გვეხმარება ეს ყველაფერი. რაში? აი გეტყვით. წინა არჩევნებზე 2024 წლის არჩევნებზე ქართველი ხალხი მოატყუეს. ეს ფაქტია, დღეს ამაზე უარყოფაც კი არ შეიძლება და ხმა მიაცემინეს ისეთ პარტიებზე და ისეთ პოლიტიკოსებზე, რომელსაც არ უნდათ არც პარტიულობა და არც პოლიტიკოსობა. საერთოდ არც კი ფიქრობდნენ პარლამენტში შესვლაზე. ხმა არ დაიკარგოსო, იყვირეს და 4 პარტიამ გადალახა ბარიერი, ჩვენ ვერ გადავლახეთ და ამ 4 პარტიიდან ფაქტობრივად არც ერთი არ შევიდა პარლამენტში. გახარია რომ შევიდა ის ხალხი ვინ შევიდა, ისინი არ არიან პარლამენტის წევრები, ეგრე ხალხს არ აურჩევია. სხვა ხალხი იყო არჩეული. ვინც აირჩიეს ის არ შევიდა. შესაბამისად გაჩნდა შანსი რომ ქართულმა ხალხმა გაიგოს რომ ის ხალხი რომელსაც არ უნდა მათი სამსახური საქართველოს პარლამენტში ის ხალხი რომელსაც გაუმარტივა ქოცებს საქმე ამდენი უაზრო კანონის მიღების, ამდენი შეზღუდვის მიღების. თქვენ იცით რომ არ ვართ პარლამენტში და რა ხდება ნარკოპოლიტიკაში. მოსაწევზე რას უშვებიან ხალხს. ჯარიმებზე რა ხდება? უბრალოდ ჯარიმები იმდენად ზედმეტი მოვიდათ, რომ ახლა გამოვიდნენ და თქვეს, რომ იციო რაო თურმე ავარიებთანო კავშირი არ გააჩნია იმასო ჯარიმების მატებასო. 4 წლის განმავლობაში 80 ჯერ მექნება ეს ნათქვამი პარლამენტში. სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა адам პირადად, არა პირადად. ამის გაზრება თუ გინდოდა რა უნდა ამის მიხვედრას. უბრალოდ ზედმეტი რომ მოვიდათ რაღაც ტიპის ჯარიმებით მიხვდნენ. ესე შეგვიძლია ჩავე ევროინტეგრაცია, აი ნებისმიერი სხვადასხვა ფორმით შევხედოთ რა მოხდა მას შემდეგ რაც ჩვენ არ ვართ პარლამენტში. მარტო ეს იმიტომ კი რომ მარტო ჩვენ არ ვართ. ოპოზიცია არ ვართ პარლამენტში. და არავინ არ გამოსულა ჯერ და არავის არ უთქვამს რომ შეგვეშალაო. ბოდიში ხალხო ამას აღარ გავიმეორებთო. მეორეჯერ თუ ხვალს მოგცემთ შევალთ პარლამენტშიო. ამას ესეც კი არავის არ უთქვამს. აგერ ადგილობრივი თართობის არჩევნებზე საერთოდ ნახევარი პოლიტიკური პარტიები არ გავიდა. მეორე ნახევარი ვინც გავიდა, რატო გავიდა ის არ უთქვამს. იმათმა თქვენს რატო არ გავიდნენ, რომ ჩვენო პარლამენტში არ შევედითო და ახლა იქ აჯანდაბა გვინდაო. მაგრამ ვიღაცა ხო გავიდა. იმას ხო არ უთქვამს რატო გავიდა. და მე ვფიქრობ, რომ აი ყოველთვის ხალხის მოტყუება სულ არის რთული. ახლა ვერ ვიტყვი რომ შეუძლებელია ისე პროფესიონალურად ატყუებენ საცოდავ ქართველ ხალხს, მაგრამ ყოველთვის იმედი მაქვს რომ ვერ მოატყუებენ. ამიტომ ავტომატურად გამოდის რომ აი 4 პოლიტიკური პარტია უბრალოდ გაქრა. წინა არჩევნებში გამარჯვებული 4 ოპოზიციური პარტია გაქრა. ჩვენ მართალია წინა არჩევნებზე გამარჯვებულები არ ყოფილვართ, მაგრამ მინიმუმ არ გამკრალვართ. და ერთადერთები ვართ დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს თუ შევხედავთ, რომელსაც არ შეუცვლია თავისი ჩვენებები. ამბობს რომ აი ეს იყო ხალხო გასაკეთებელი. ხო გეუბნებოდით. და ერთადერთი პარტია ვართ, ვისაც ამის მორალური უფლება აქვს. მე მესმის რომ ეს პოლიტიკოსისგან გამოიყურება ცუდად. ამ არჩევნებს ეს არ მოწონთ. ხალხს მოწონს ის რომ შენ სულ მართალი ხარ. როცა მართალი არ ხარ, მაშინაც მართალი ხარ. ადრე მე რო გეუბნებოდი რო არ დაიჯერე, მე ჩემი ბრალი იყო, თორე შენ მართალი ხარ. ეს უნდა ხალხს მოისმინოს, მაგრამ მე ამისთვის არ გამოვდგები. მე პირდაპირ და ღიად ვამბობ, ხო გეუბნებოდით. აი ხო გეუბნებოდით, რომ თუ არასწორ არჩევანს გააკეთებდით, ეს მოხდებოდა. ამას ვეუბნებოდი ნარკოპოლიტიკით დაზარალებულ ხალხს. იცით რამდენი მესიჯი მაქვს სხვადასხვა სოციალებში მიშველე მართვის მოწმობა ჩამომართვეს. მიჭერენ, სასამართლოში ვარ დაბარებული, პოლიცია დამადგა და ანუ ხვდები რომ აი ამ ხალხს რომელიც ამას წერს, ჩემთვის ხმა რომ მოეცა, ეს ამბავი საერთოდ არ მოხდებოდა. იმიტომ რომ ქართულ ოცნებას ეცოდინებოდა, მე რომ მეტი ხმები ამეღო, აი ხო ავიღე 3%, რო ამიღო 13. ქართულ ოცნება ხომ მიხვდებოდა რომ ნარკოპოლიტიკასთან ასეთი მკაცრი მიდგომით ბრძოლა არ შეიძლება. ამორჩეველს კარგავს, აი გირჩთან მიდის ამორჩეველი. ხო დაინახავდა ამას.
ხალხმა პირიქით თქვა რომ ქართულმა ოცნებამ ჩვენო კიდევ უფრო მაგრა დაგიჭერთო, კიდევ უფრო მეტად ეს ყველაფერი ხო დაპირდნენ წინას არჩევნოთ ხალხს. ნარკოპოლიტიკისთან ბრძოლა ყველაფერი დაპირდნენ. ხმები მიიღეს. ხო და ახლა დაერივნენ. ანუ ოპოზიციამ რომელიც ხმას პირდებოდა თქვენს მაგივრად ვიბრძოლებთ არჩევნებში ხმა არ დაიკარგოსო, ყველა ხმა დაკარგა. ქართულმა ოცნებამ ჩვენო თქვენზე ვიზრუნებთო ხალხო, ჯამთელი უნდა იყოთო, რაღაცა უნდა იყოთო და ამ ზრუნვის ფარგლებში სულ თქვა შეუკრა მოსახლეობას თავისი სხვადასხვა რეგულირებებით, ჯარიმებით, ხალხის ციხეში ჩაჯდომით, აი უტიფრობის მარტივ მაგალითს გეტყვით. გამოდიან და დაზეპირებულად იძახიან რომ 2500-დან 3000-მდე გაჩნდნენ როგორ გაახსენდებათ, იმდენი ბარიგა დავიჭირეთო. შეიძლება ეს ხალხი მე არ მეთანხმებოდეს ვინც არის, მაგრამ თუ ამ ქვეყანაში ცხოვრობს ხალხი, ხო უნდა იცოდე რომ საქართველოში 3000 ბარიგა არ იქნება. ანუ ჩვენ არა ვართ ამ ხელა ქვეყანა. აი ელემენტარული გეოგრაფიის ცოდნა საჭირო. იმისთვის რომ მიხვდე რომ 3000 ბარიგა შეუძლებელია. ის უკვე ბარიგები არ არიან. 3000 კაცს რაღაცაზე იჭერდა ბარიგას ეძახი, ის ნახდათ არ არის ის ბარიგა ის გამომსახველადაც ნორმა გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსში. ის სხვა რამეს გულისხმობს. მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი გაზდით. და ჩვენ ცხოვრობთ, საქართველოს ხალხი ცხოვრობთ ამ სიტუაციაში, იმიტომ რომ ჩვენთან პოლიტიკოსებს გაზდით ტყუილი. გაზდით ტყუილი ხმარ დაიკარგოს, გაზდით ტყუილი რომ ბარიგებს ვიჭერთ, აი ეს ასეთი ტყუილები და აი მე ისთვის ვემზადები, მე ვემზადები იმისთვის რომ ეს ხალხი აზრზე მოვიდეს. ან მე შევიტანო ჩემი წვლილი ამ ხალხის აზრზე მოყვანაში. შეიძლება ესეც ამბიციურად ჟღერს, მაგრამ ფაქტია რომ ჩვენს მოსახლეობას აზრზე მოყვანა ჭირდება. იმიტომ რომ ნუ როგორ ხო გახსოვთ როგორ 4-5-9-25 ხმარ დაიკარგოსო, გაიძახოდნენ. და ახლა ერთი ადამიანი არ მახსოვს, აი გამონაკლისების ხადი არსებობენ, ახლა ერთი შეიძლება ესეთია, მაგრამ ხო შეიძლება რომ საქართველოს მოსახლეობა გამოდიოდეს რაღაცნაირად და აი ქრისტიანული ქვეყანა ვართ, მართლმადიდებლური სინანულის მნიშვნელობა ვიცით. ჩემი განცხადებები ამოიღოს ქართველმა ხალხმა, ვისაც გაუხარდება მანამდე. თუ რამე მაქვს მოსანანიებელი სიამოვნებით მოვიდანიებ. მე დავიწყებ თუ იმეს რაღაცა პრობლემა აქვს ამ სინანულთან დაკავშირებით, მაგრამ აი სანამ არ მოვინანიებთ ქართველი ხალხი არასწორ არჩევანს, ემოციებზე აყოლას და კარგზე კარგის, ცუდზე ცუდის არ დაძახებას და კარგზესამისად კარგის ართქმას, მანამდე არაფერი არ გვეშველება. ამას გვეუბნება ბიბლია, სახარება ამას გვეუბნება, ამას გვეუბნება ჩვენი მრავალ საუკუნოვანი ტრადიციები. მაშინ, როდესაც ერი ივიწყებს ყველაფერს, ვერ ანსხვავებს ცუდ და კარგს, მატყუარას და იმას, ვინც სიმართლეს პირში უზრახავს, საბოლოო ჯამში დაემართება ეს, რომ ხელისუფლება, რომელიც გმირი ეგონა, ბოლოს აღმოჩნდება სულთამხუთველი. რაც ახლა ხდება, აი პრაქტიკაში ვხედავთ ამას. იქნება ეს მიტინგებზე დგომიდან ხალხის დაჯარიმება, ჯარიმების ყოველდღიური მატება ის რაღაცა რო არის სკროლვის სააგენტოს და სკრინვის სააგენტოს რაღაცას რო ეძახიან. აი ეგ რომელიც ხალხს აჯარიმებს, ერთმა მეგობარმა მეორეს რო ეხუმრა რაღაცაზე, იმაზე რო ხალხს აჯარიმებენ. და საბოლოო ჯამში აი რაც უნდა სასაცილო მაგარია. ბატონო, ამ შემთხვევაში 14 წელია ნაცებს ასრულებდა და გვარამიას გინება გახდა დაჯდა. ხო, აი წარმოიდგინე ნაცებს გადავაშენებთო, ხალხს პირდებოდნენ. ნაცებს დავამთავრებთო და გვარამიას გინებაზე კაც აჯარიმებენ. საკუთარ ამომრჩეველს, ახლა გვარამიას ვინ აგინებს სხვა, ხო? ნაცი ყოლა გინებს. შეიძლება იმათაც აგინონ მიშას გავლენით, მაგრამ ამ შემთხვევაში თავისას. ხო და აი ეს ყველაფერი გვჭირს საკუთარი უგუნურებით. დაუფიქრებლობით, ემოციებზე აყოლით. და მე ერთადერთი რამე მინდა, რაც დრო არჩევნები როდის იქნება ჩვენ არ ვიცით, რომ აი იქნებ ამ ხალხს, აი რუტინულად ველაპარაკოთ, მათ შორის აი როგორ გითხრათ, მოვუწოდოთ, რომ დაფიქრდნენ ან არ წავიდნენ არჩევნებზე. იმიტომ რომ ის ხალხი, რომელიც არჩევნებზე წავიდა, რომელსაც არასწორი არჩევნები, მან არ უნდა წავიდნენ არა, რა თქმა უნდა. არჩევნებზე, ანუ თავარი ტყუილი, რასაც ჩვენ მედია განსაკუთრებით და არა მხოლოდ მედია ამორჩეულს ეუბნება, არის რომ წადით არჩევნებზე. და როგორ შეიძლება უთხრა ადამიანს წადი არჩევნებზე, თუ არ იცის იქ რა გააკეთოს? მოვალეობა მოქალაქის. ხო და არანაირი მოვალეობა არ არის, არავის არ აქვს ეს მოვალეობა. ამ მოვალეობის გამო გაკეთებულმა საქმეებმა დაღუპა ეს ქვეყანა. ის კაცი, რომელიც არაფრის აზრი არ არის, არც ჩემი იდეოლოგია იცის, არც ცოტნესი, არც ბატონი ბიზნესი, არც ბატონი ზურასი, არც არავის. უბრალოდ იმის გამო რომ იცი რა, მე მოვალეობას ვასრულებ ჩემს მოქალაქეობრივს. უნდა წავიდე არჩევნებზე და ხაზავდა 4-იანებს. ბატონო ეგო მარტაკოსი მეც კი არაფერს არ ამბობს. ამბობს რომ ახალ წევრებს ხმის უფლება არ უნდა მივცეთო. ადამიანის უფლებები და ადამიანის ხმები და სახელმწიფოს ხმა უნდა ქონდეს თუ არა ევროკავშირში ეს სხვადასხვა რამეა, მოდი ნუ გავაერთიანოთ. სხვა ადამიანების სეგრეგაცია როგორ შეიძლება? მე ხსად რას ნიშნავს სეგრეგაცია? აი თქვენ რო ამბობთ რომ თუ დაუშვათ ჩვენ
გვაქვს ჭეშმარიტება ვიცი. ხო, სეგრეგაცია რას ნიშნავს? რატომ მოგეჩვენათ რომ სეგრეგაცია? მე ხარ მithავს უნივერსიტეტს წავართვათ მეთქი. არა, თქვენ ბრძანეთ მე. მე ხარ მithავს უნივერსიტეტს წავართვათ მეთქი. ჩვენებები არ მოწუხებს. თქვენ ბრძანეთ და იმიტომ კარგი, არ გავაგრძელოთ დავასრულებ. არა, საინტერესოა ეს, იმიტომ ეს სეგრეგაცია. მოდი ხალხს უთხრათ რომ გაერკვეს ხმა და ვიღაცას არ ქონდეს. არა, არ გესმით თქვენ სეგრეგაციის მნიშვნელობა, მოდი მოვახსენოთ. ცალკე აგიხსნით ეთერს მე. არ მინდა, არ მაინტერესებს თქვენი. თუ არ გაინტერესებთ მოამბობთ მაშინ. ხო და მოდი მაშინ თქვენ ნუამბობთ ეგეთ რამეს. ხო და ნახეთ, მე მინდა რომ ჩვენ შევცვალოთ ეს ხალხს ნუატყუებთ. ხალხი რომელიც აზრზე არ არის, ვინ უნდა შემოხაზოს, რატომ უნდა შემოხაზოს, რა არჩევანი გააკეთოს, არც ერთ პოლიტიკურ პარტიის იმას არ გაცნობია. არ არის სავალდებულო ამ ხალხს მოუწოდოთ, რომ თქვენ ვალდებული ხართ წახვიდეთ არჩევნებზე. არა ხართ ვალდებული, პირიქით. თუ არ გესმით რა უნდა გააკეთოთ და თუ ასე გატყუებენ მარტივად როგორც აი წინ არჩევნებზე რაც მოხდა და ახლა რომ მარტო ქართული ოცნებაზის პარლამენტში, მაშინ ჯობია რომ დარჩეთ სახში და ასე გადაარჩინოთ ქვეყანა. გასაგებია. ან გაერკვიეთ, დრო დახარჯეთ. გაერკვიეთ პოლიტიკოსებში ვინ გატყუებთ, ვინ არ გატყუებთ, პოლიტიკური ბიოგრაფია გამოიკვლიეთ. ალტერნატივა ეს არის საინტერესო, იმიტომ რომ თქვენ ამბობთ. ხო და ჩვენ ვეძებთ ასეთ ტიპის ამორჩეველს, მოტივირებულ ამორჩეველს, რომელსაც ესმის რა უნდა. ჩვენ გვჭირდება ისეთი ამორჩეველი, რომელსაც ესმის მე რა მინდა. თუ არ ესმის მე რა მინდა, ანუ იმის გამო რომ მე ემოციურად რაღაცა კარგად შეიძლება რაღაცა გამოვხატო, ბევრი ფული დავხარჯო, ნოველი შენია უყვირო ხალხს და ამის გამო ხმას აძლევს ვიღაცა, ხო გესმით რომ მაკაცის არჩევანი არ შეიძლება სწორი იყოს. და მე მინდა რომ ჩვენი ამორჩეველი გათვითცნობიერებული მიდიოდეს არჩევნებზე და თუ გათვითცნობიერებული მივა, რა თქმა უნდა ძალიან დიდი შანსია რომ მე მომცეს ხმა ვიდრე იმ ხალხს რომელსაც 3%-ზე მეტი აიღოს კი. 3%-ზე კი არა, ბევრად მეტი ავიღო. მე მოგება მინდა 3% კი არა, თორე 5 რო ავიღო ან 7 რო ავიღო, ეგეც კი არაფერს არ ცვლის პრინციპულად. უმრავლესობა უნდა ავიღო. ეს არის მნიშვნელოვანი, თორე თუ არაფერს არ გამოიკვლევ, თუ მართლა ემოცია გაქვთ რომ 2028 წელს უმრავლესობა. არა, იცით რა არის, მე ხარ მithავს 2028 წელი. არც 2028 წლისთვის არ ვართ პოლიტიკაში. პოლიტიკაში იმისთვის ვართ, რომ ჩვენი პროგრესი დავინახოთ, გავაგრძელოთ ეს პროგრესი და არ მოვატყუოთ საზოგადოება. ჩვენი რეპუტაცია დგას იმაზე, რომ ჩვენ ტყუილს არ ვამბობთ. და თუ ქართველ ამორჩეველს, აი, ოდნავი მეხსიერება ექნება, 2 წლიანი მეხსიერება. მე არ ვიცი 10 წლიან მეხსიერებას. 2 წლიანი მეხსიერება აღმოაჩენს, რომ აი 2 წლის ფორმატში ყველა პარტიას მოტყუებული ყავს გირჩის გარდა 10 წლიანზე არაფერს არ ვამბობ. გასაგებია. ცოტნე თქვენგან ერთის მხრივ მაინტერესებს ცხადია რა პერსპექტივას გიჩენთ ოპოზიციურ ფლანგზე არსებული რეალობა, თქვენ როგორც პოლიტიკოს და რა გეგმები გაქვთ? გეგმავთ არჩევნებში მონაწილეობას, ემზადებით თუ რა გასაგებია რომ 2028 წლამდე საკმაოდ დიდი პერიოდია, თუმცა გაქვთ თუ არა გეგმაში ის რომ მოემზადოთ არჩევნებისთვის და ზოგადად რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ? ну სადღაც კრიზისი ცხადია ხოლმე აჩენს შანსებს ხა თქვა რო აღარ არსებობს რესურსები და რესურსები არ აჩენს პოტენციურ კონკურენციას ჩემს იმ დაბალ რესურსებში კონკურენციას თქვა ახლა გაუწევდა თქვა ეხა შენი თავი დაბადა უფრო შევა მარტივი იყო და ასე შემდეგ უბრალოდ მაინც ჯერს არც არის სწორი მორალურადაც რო რაღაცა ხა ვიღაცებს იჭერენ და ვიღაცების დაჭერით გამო თავისუფლებულ ველზე დაბადება გაზრდის იმას მე ვერ ხედავ რომ ეგ იქნება ის რაც შედეგს დადებს მაგის მიღმათაც პარტიებში და პოლიტიკოსებში არ არის საქმე რა თუ მაგალითად არჩევნების იდეა არის გატეხილი და თქვა გატყდა იმ ხალხის მიერ ვისაც შეიძლება შენ არ ეთანხმებოდე ის შენ მაინც გაზიანებს თუ რაღაცა კვანძი არ გაიხსნა ეხლა ამ ქვეყანაში რაც არ უნდა პარტია გაკეთოს შენთვისაც პრობლემა იქნება ალტიფოსთვისაც პრობლემა იქნება გირჩისას და ყველა ის სულ რომ გასვავდებოდეს აი ყველა ფრისგან ყველა აი რაც არ იყო შენ საგაზარალო არის მაშინ თქვენთვის მისაღები და ის რეალობა როცა ის პოლიტიკური კრიზისის ჯერ დაბლობებას გავიგეთ რა სათამაშო წესები არსებობს რომლის მერე პროგნოზირება შეიძლება რომ ეს თამაში წესები იქნება ხვალა ზეგაც მაზეგაც თუ მე ვიცი რომ აი კვირის განმავლობაში პარლამენტ შეუძლია შეიკრიბოს აკრძალოს კიდევაც რაღაც კანონი მიიღოს უსვად ერთ კვირა შეიძლება ისე შეიცვალოს ყველაფერი სასაცილოდ გახდეს ისეთი რაც აქ ვილაპარაკეთ იმიტომ რომ აქ ყველა ჩემი მიზანი რაც ვისაუბრე იმ თამაშის წესებში ფიზიკურად ვეღარ მოხდეს ხო და სანამ აი თითქოს ეს სიტუაცია არსებობს სადაც ხელისუფლება უფრო მეტი მონჭერისკენ მიდის თუ პირიქით რაღაცა გამოშვებისკენ პატიმრების და ასე შემდეგ აი ეგ სანამ არ გადაილახება თვითონ მოქალაქესაც რომ მაგალითად აი საკრებულოს არჩევნებზე ხო არ გავიდა მეინსტრიმ ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ლელო გავიდა და თითქოს იყო გაცდა რომ შეიძლება რაღაც ხმების მათ შორის გირჩიც გავიდა რომ აი ალოკაცია მომხდარიყო და ის ამორჩეულად არჩენილიყო და თქვა ამ ეს პარტიები გაზრდილიყვნენ მაგრამ ეგ მაინც არ მოხდა იმდენად თვითონ იდეაც კი არჩევნების რაღაცა დაზარალებული იყო ანუ სხვა პარტიების ფორმაში ყოფნა არ ყოფნაც ამ პოლიტიკური სიტუაციას დაჭერების არ დაჭერების გინდა არ გინდა არ არის ეს ბუნებითად კარგი პოლიტიკური ველი არის დაზარალებული და დაზიანებული არჩევნების იდეა დაზიანებული მათ შორის ოპოზიციური პარტიები ხანდა ყველა მხრიდან არის კი ბატონო უბრალოდ პოლიტიკურად ეხლა რაც არჩევნების შემდეგ ვნახეთ კი ბატონო მესმის აჩენს თუ არა
ერთგვარ სივრცეს, თუნდაც ოპოზიციურ ველზე ახალი პოლიტიკური პარტიების გაჩენისთვის ის მოცემულობა რა მოცემულობაც არის და ისარგებლებთ თუ არა, ამით მოდით პირდაპირ კითხავთ როგორც პოლიტიკოსი. ის ან მე უბრალოდ იმის თქვა მინდა რომ ესე გაჩენილი სივრცე მაინც და მაინც არ ნიშნავს რომ მარტივიათ საქმე და მიდიხა პარტია გაკეთე. სივრცე არ უნდა ჩეთებოდეს მხოლოდ ვიღაცების დაჭერით, აკრძალებით და ეს არ მომწონს ეს ფორმა რაც ხდება, არის პრობლემები. იმის მიღმა ცხადია ეს უნდა უბრალოდ იმდენი რაღაც მოხდა. ეხლა აღარაფერი დასაკარგი რო აღარ არსებობს, არანაირი მოსაფრთხილებელი რო არ არსებობს და ყოლა შეგიძლია ბევრ ამაზე უკვე მეტად თამამად ილაპარაკოთ, რომ მოსაფრთხილებელი აღფერი არ დარჩა. ეს ხადია პოტენციალს აძლევს ბევრ ისეთ ადამიანს, რომელსაც არ აქვს შეიძლება საკმარისი რესურსი აქვს ქონოდა მათ შორის პროპაგანდით ასე შემდგომ, მაგრამ დღეს შენი სიმართლე უფრო მეტად ფასობდეს და ამის პოტენციალს მე ვხედავ. ზოგადად ცხადია მე ვხედავ არჩევნების იდეის აზრსაც, იმიტომ რომ მე მგონია რომ შესაძლებელი არის პოტენციალი აქ ამ ქვეყანას რომ ამ ქვეყანაში მარცხდება ესეთი პარტია როგორც არის ქართულად თემა მე არ მგონია რომ უნგრეთში იბადებიან უნდერკინდები მაინც და მაინც და იქ არის სასწაული და აქ ეს ვერ მოხდება არა არ მგონია და არც ის მგონია რომ ქართველი ხალხი არის რაღაც განსაკუთრებულად ცუდი ამორჩეველი რომ აქ რაღაც ნორმალური იდეით ან რაღაცეთ ვერ გაეტან უბრალოდ აქ გაბზარული არის თელი პოლიტიკური სპექტრი მოკლედ მე რასაც უყურებ ეს ქვეყანა არის 90-იანი წლებიდან დაწყებული ერთი და იგივე პოლიტიკური ბიზნეს ელიტის ქვეყანა სადაც ეს ადამიანები მე რო ეხლა გადანაწილდნენ პარტიებში ჩემზე მეტად ერთმანეთს უფრო კარგად იცნობენ ერთმანეთის ბიძაშვილები, ნათესავები, მეჯვარეები, ერთად დამყოფები, ძმაკაცების ხტომა რომ მორჩება დერეფრენებში ერთად საჭამო რო განიხილავენ. ეგ ხალხი არის უამრავი მათგანი. უამრავი და ყველა გზნობს ხომ მოქალაქე ზურგის ტვინი გზნობს. შეიძლება არ უსმენდეს ყველა, მაგრამ ზურგის ტვინი გზნობს რომ რაღაც აფერისტობა არსებობს. შენ რო იდეას რო დათო და აი 10 მცნება რო ჩამოიტანა, აი შენ მე ჩამოტანე აქცია, შენ უბრალოდ დაგცინონ და დაგაჰაჰავონ, იმიტომ რომ თვითონ ხდებოდა შეიძლება ზოგჯერ სიმართლეს ლაპარაკობ და მართალი არისო. ანუ мотиваციაში არსებობს უკვე იმდენად აი მორალურად სიბზარე არის შემოტანილი სპექტრი. ეგ უნდა გამთელდეს და მაგის მე აქ აზრი, იმიტომ რომ ეგეთი და იგივე წინადადება სხვა ფოტო რა მაგათმა გადის ნათქვამ სიტყვას რომ ვიღაც ხვის ფოტო ქართულ პოლიტიკოს ფოტო დაადო აღარ გაიცილებს აღარ მიიღეს, იმიტომ რომ მაგას რომ შენს უკან мотиваციას არ ენდება ყველასაა განს და რომ შენ ზად ხარ ქვეყნის მძევლობით შენი მიზანი მიიღწეს. მაგალითად რაღაცა არ მაინტერესებდა ზოგადად იკეთე რა ჩემი სხვა თვითმიზნური გამაჩნია ყველაფერს თვითმიზნურად უყურებ. მაგიტომ შემიძლია დღეს ერთ პარტიაში ხვალნურში ხვალმესამეში დღეს რაღაცა ერთნაირ კესადაქორწილებას ჩხუბობდე ხვალ პირიქით მაგისთვის ვიბრძოდე ეს აღერევები ხოლმე იმიტომ ხდება რომ არსებობს რაღაცა ერთი დახურული ელიტა რომელშიც განიავება ძალიან იშვიათად ხდება თუ ტექტონიკური ძვრები არ არის ეს არის ედუარდ შევარდნაძე იყო რომელიც ძალიან დაბერდა რაღაც ხალხი მე თანამდებობები ქონდა და იგივე პოლიტიკური ელიტა მოაწყო რაღაცა რევოლუცია და ის ხალხი დაფუძდა და მე პოლიტიკაში შეცვლა ხდება მე შეიცვალა ბიზნესში თუმცა აფინანსებდა მაშინ იგივე ელიტა თითქმის გაგრძელდა და მე უნდა იყო წარმატებული სპორტსმენი ან რა შტანგას წევდე კარგად ან კარგად დარბოდე ან წეკვავდე რაღაცა შვებოდე რომ შენი სოციალური აქტივი დაიგროვო სხვა ცხოვრები და მე წინა საარჩევნოდ საპარლამენტო მანდატისთვის მიყიდო ან ბიზნესი გაკეთო ფული შოუ და პირდაპირ იყიდო მანდატის სხვა გარეთ პოლიტიკაში შემოხვიდა არის ძალიან რთული მაგრამ მე იმედი მაქვს რომ ეს ეხლა ისე მოინგრა ყველაფერი რომ ეხლა ეს ჩოულებრივ ადამიანს რომელსაც აქვს კომპეტენცია და რომელსაც აქვს მორალი და ის თავის იდეოლოგიაც ამ მორალზე აქვს დაშენებული ის კი არა თავისთავად მე მომწონს სინგაპური ან ნორვეგია არ მე ღირებულებითაც სწორად რომ მისი ცხოვრებითაც ესე ცხოვრობს ეს კაცი. აი ამ სანდოობას რომ გააჩენს ეგეთ ხალხი თუ გამოჩნდება, ცხადი არსებობს პოტენციალი და ამ ქვეყანაში გარს იმიტომ რომ ეს პროფესია დაიხურა ესე თუ რა პროფესიის მიღმა ნახა უკეთეს მანქანის ხელოსნები არსებობენ, უკეთესი ფეხბურთელები გაჩნდნენ, რა ყველგან საზოგადოება უკეთესი და უფრო ხარისხიანი ხდება, ჩემი იმიტომ რომ ეს ქვეყანა არის დამოუკიდებელი ხა 30 წელს ეხლა გადავწ. არა ვარ ჩვენ დიდხნიანი დამოუკიდებლობის გამოცდილება არ აქვს. ამიტომ ეხლა გამოჩნდა ეს ხალხი რომელიც გრძნობს ეს მე ქართველი აი ეს პროექტი როგორც რესპუბლიკის სახელმწიფოს რაც არის და ბევრად უკეთესი თაობაც მოდის ჩემი აზრით და თუ დავაინტერესოთ რამე ამ სფეროში შემოიხედოს. ეხლა რასაც უყურებ პირიქით აი ამ სფეროთი ის ხდება რომ აი რაღაც ეგ ცუდი ისეთი ცუდი ხდება. აი რაღაცნაირად აი არ გინდა რა ნაგავიდე სადაც და რაღაცნაირად ეხლა არის ის მომენტი იქნება ეს ნაგავი გავიტანოთ და მეტი ხარისხიანი ადამიანი აქ ამით დაინტერესდეს. მე შეიძლება არცაფერი არ გამომივიდეს უბრალოდ ამის გამო რომ ვინმე სხვას არ გამოვა ვერ ეტყვი. კი არის ამის ნოკერი ნიანდაკი და მე ეგეთი ხალხი ერთად ცხადია უფრო მეტად გავმარა. თავისთავად ერთიანობაც არ არის რაიმე ესეთი იდეა ან ცაცალკე ყოფნის. სისწორე თუ იქნება არის ცეცხლივით. სწორი არის ცეცხლივით. და ამ ცეცხლთან რაც უფრო მეტი ადამიანი მოვა, ხო კარგი, მაგრამ თავისთავად მაინც და მაინც ერთობა არის ცალკეული იდეა, ყველაფერი არის ფორმები. მაგრამ თავარი ბზარი არის აი ამ სანდოობაში, რაც ვერ აკუმულირდება დღეს პოლიტიკოში. თუ რა ამას ჭირდება რაღაც ადამიანურადაც უნდა გეტყობოდეს, რომ რასაც ლაპარაკობ, იმის გჯერა, არა მარტო სიმართლეს ლაპარაკობ, არამედ მართალიც ხარ. და ჩვენ აი ეს გვაქვს
აბზარული, რომ ყველამ დავიზეტიეთ რა არის რაღაცა ტიპის სიმართლე, ბუკლეტზე ჩამოწერ, მეტნაკლებ აი ChatGPT დაგიწერს. ეხლა ისეთ პროგრამას დაგიწერს, აი მე მიქარო, შეიძლება აქამდე ბუნდს რო ემუშავა, კვირაობით ეგ ვერ დაეწერა. მაგრამ მაგიტომაც აი რომ წაიკითხოს მოქალაქემ რა, შეიძლება მოეწონს, მაგრამ ვერ გძნობდეს რომ შესიანდულეში ან ამის გამკეთებელი ხარ, ან გულით გინდა. ხშირად შეიძლება განაცხადდე მოქალაქეზე და ხა იაგორასაც საუბრობ, შეიძლება ბევრ ამაში იყო რომ ხო, მაგრამ ამ საქმეში ხარ პოლიტიკარი ეს, მე ვთხოვ ადამიანს რომ ხარი დამიჭიროს. თორე გააგრძელებენ ადამიანები თავისთვის ცხოვრებას, აქეთ პოლიტიკური სპექტრის თავისთვის ცხოვრებას, კიდე რაღაცა პრაიმ ჰაუსები სული არსებობს, სულ იგრეცინი დაგვაინტერესოს და ლაიქები დაწეროს, მაგრამ ჯამში გონია რომ აი ქარავანი მიდის, აღლიყებს და რაღაცა ხალხი ცხოვრობს ჩვენს მიღმა უკვე და. აი ეს რაღაც კედელი უნდა ჩამოვანგრიოთ და მინიმუმ შეიძლება ვიჩხუბოთ მაგრამ რომელიც ვთქვი რომ ვჩხუბობთ იმ პოზიციებით ვჩხუბობთ რაც ხალხს აინტერესებს რაც მართლა ხდება დღეს ეგ არ არის ბირჟაზე უფრო შეიძლება საინტერესოდ იკამათო ადამიანმა ვიდრე უკვე პოლიტიკაში და ეს მივიღეთ იმედიას გამოსწორდება ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის ჩვენთვის განკუთვნილი დრო უკვე ამოიწურა ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის კი ბატონო ზურაბაშვილი წარდგენისას მე ყურადღება მომაქცე ხდა მომწერეს და მე კონსერვატორების თავმჯდომარე არა ვარ გიორგი ქარდავა და ჩავასწორე უბრალოდ. კარგი, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ასეთი იყო დღევანდელი დისკუსია აქტუალურ თემაზე. მე მაკაცინცაძე ვარ ზუსტად ერთი კვირი დღემშვიდობებით დროებით.